მოგესალმებით, დადგა კვირა დღე, საღამოს 9:30 მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გადაცემას ელოდებოდა, ვისაც რა ვიცი, დღევანდელი დღე გიხარიათ, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ, ვინც გძნობთ და ფიქრობთ, რომ მარტო ხართ ისოეთო სანამ ეს გადაცემა იარსებებს, სანამ ის ადამიანები იარსებებენ, ვინც ამ გადაცემას სტუმრობენ, ის ძვირფასი ადამიანები, თქვენ არ იქნებით მარტო იცოდეთ და ყოველთვის დავსვამ მკითხოს, რა თქვენ გაინტერესებთ და დღეს ყავს ძალიან ჩემთვის უსაყვარლესი დამრიგებელი და სტუმარი, მეუფე დანიელი მიტროპოლიტი, რომელიც გვეყოლება დიდი ხნით 2 საათი გვეყოლება თითქმის და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მეუფე მობრძანებისათვის. დიახ, დიდი მადლობა და იქამდე რაღაცა ბევრი რამ ვისაუბრეთ და თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით გამიჩნდა ესეთი კითხვა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო. თქვენ ძალიან დიდი შეხება გაქვთ იმ ყველაფერთან, რაც ამ ბოლო ხანებში ამას უკავშირდება და ძალიან ბევრი ხატი მოგზაურობს საქართველოში, რაც ადამიანებმა სამწუხაროდ არიციან ეს ხატები თუ როგორ აერთიანებს ჩვენ სამშობლოს, როგორ გვიცავს, ჩვენ ესე ზედაპირულად უყურებთ თუ რაღაც გადავრჩებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით ან ყურადღებაც რაღაცა არ არის ისეთი დიდი, არც მასმედიის, არც აი ერთი ორჯერ მე გავაშუქე ისე იმათ, თორე დანარჩენი თითქმის არიციან კიდევაც და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით თუ გვიამბოთ და რაღაცა მოგცეთ რაღაცა კონსულტაცია, იმიტომ რომ ჩვენს გვერდით შეიძლება ამ ადლმა ისე ჩაიარსო, ჩვენ გამოგჩეს მეუფე და რა შეიძლება თან მიუხედავად იმისა, რომ 9-ზე მნიშვნელოვანი თარიღია ესეთის და რას გვეტყვით, რას დაგვარიგებთ ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ გამოგჩეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე არ მოგვეკითხოს ცუდად. მოგესალმებით. დაგვროცეთ. მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. მინდა მოულოცო ყველას მართლმადიდებელს, დღეს არის მოციქულთა სწორის პირველ მოწამე თეკლეს ხსენება და მისი ლოცვა, მისი მადლი შეეწიოს ყოველ მართლმადიდებელს, ჩვენს ერს და ასევე მადლობას მოგახსენებთ, რომ აი ამ საკითხს შეეხეთ, იმიტომ რომ აი გუშინ დამთავრდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, თუ შეიძლება ითქვას, აი ბოლო 2 წლის მანძილზე, რაც მიმდინარეობდა და ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, სწორედ რომელიც დაკავშირებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ 2017 წელს დაიწყო სრულიად საქართველოში 2 სოფლიო მნიშვნელობის ღვთისმშობლის სასაუთმოქმედი ხატის მოგზაურობა. პირველს ეწოდება აწყურის ღვთისმშობელი, ხოლო მეორეს ივერიის ღვთისმშობელი. სახელწოდებები ბევრს სმენია, მაგრამ ბევრმა კარგად არ იცის ამ ხატების მნიშვნელობა. მოკლედ მინდა რომ აი შევახსენო ჩვენს საზოგადოებას მათი ისტორია და მათი მნიშვნელობა. აწყურის ღვთისმშობელი გახლავთ ხელთუქმნელი ხატი ღვთისმშობლის. ეკლესიის ისტორიაში სხვა ხელთუქმნელი ხატი ღვთისმშობლის არ არსებობს. ეს არის ერთადერთი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ღვთისმშობელმა აიფარა რა სახეზე ფიცარი, მასზე გადავიდა მისი გამოსახულება, მაგრამ არა მარტო მისი გამოსახულება. გადავიდა მისი გამოსახულება ყრმითურთ. და აი ეს გამოსახულება, ანუ ხატი, მან გადასცა ანდრია პირველწოდებულს, რომელიც გამოაგზავნა საქართველოში. საქართველოში ღვთისმშობელი აპირებდა ჩამობრძანებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოციქულებმა სანამ დაიწყებდნენ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში, წილიყარეს თუ ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო საქადაგებლად და აი ამ წილისყრაში მიიღო ღვთისმშობელმაც მონაწილეობა და მას წილად ხვდა იბერია, ანუ საქართველო. და ღვთისმშობელი ემზადებოდა საქართველოში გამოსამგზავრებლად, მაგრამ მას გამოეცხადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მან უთხრა, რომ ის არ უნდა განშორებოდა იერუსალიმს. ეს ბუნებრივიც არის, პირველი წლები ძალიან სასტიკი დევნა დაიწყო ქრისტიანების. ღვთისმშობელი იყო
მაცხოვრის შემდეგ ყველაზე დიდი ავტორიტეტი ეკლესიისათვის, ეკლესიის წევრებისათვის, მისი განშორება ძალიან ტკივნეული იქნებოდა ეკლესიისთვის, გაუჭირდებოდა და ამიტომ მაცხოვარმა უბრძანა ღვთისმშობელს დარჩენა, მაგრამ უთხრა რომ მას უნდა გამოეგზავნა ანდრია პირველწოდებული და აი ხატი გამოეტანებინა ხელთუქმნელი. და შემდეგ მაცხოვარმა ასეთი სიტყვები უთხრა ღვთისმშობელს, რომ ხატი იგი შენ წილ კვიდრობდეს მცველად მათ და უკუნისამდე ჟამდა. აქ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აზრია. პირველი ის, რომ ეს ხატი იქნება ღვთისმშობლის წილ, ანუ მისი ნაცვალი. ანუ ამ ხატის სახით საქართველოში შემოგზანდა თავად ღვთისმშობელი. უხილავად მადლი ღვთისმშობლისა შემოგზანდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ღვთისმშობელი ზეცად ამაღლდა მიძინების ჟამს და აი მადლი თავისი ხატის სახით ჩვენ დაგვიტოვა და ეს მადლი შეიძლება ითქვას განსაკუთრებული, გამორჩეული მადლი მფარველი ერისა და კიდევ მფარველი ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს მხარე, რომ ღვთისმშობელი უხილავად ამ ხატის სახით ბრძანდება საქართველოში და იგი იქნება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ეს ბოლო ნაწილი ამ წინადადების არის უმნიშვნელოვანესი. ეს უნდა გააცნობიეროს ჩვენმა ერმა, რას ნიშნავს ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ღვთისმშობელი დაიფარავს ამ ერს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება უდიდესი შეწევნა, დახმარება ღვთისმშობლისა და უფლისა, ღვთისმშობლის მეოხებით უფლისა და თავად ღვთისმშობლისა, რომ გაუძლოთ ბოლო ჟამის დევნას, იმიტომ რომ ბოლო ჟამს ძალიან ძნელი იქნება რომ გაუძლონ ქრისტიანებმა დევნას და ნათქვამია რომ რჩეულებიც კი სტუნდებიან. ანუ რეალურად აი ეს აღთქმა რომ ჩვენ გვექნება შეწევნა რომ ბოლო ჟამს გაუძლოთ, ეს არის წყალობა, ძალიან დიდი წყალობა და მეცაც ვიტყვი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის. ეს არის ზოგადად მართლმადიდებლობის დაცვა, იმიტომ რომ თუ ერთ დედამიწის ერთ ნაწილში მაინც მართლმადიდებლობა შენარჩუნებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ ის იქნება ყველა მართლმადიდებლისთვის უდიდესი დასაყრდენი და ნუგეში. ანუ ღვთისმშობელი, როგორც არა მარტო წმინდანთა შორის უპირატესი, ანგელოზებზე მაღლა მდგომი არსება. ის არის უპატიოსნესი ქერუბიმთა და უაღმატებულესი სერაფიმთა. შესაბამისად, ღვთისმშობლის მადლი და ძალა, რომელიც ეს არის მისი ძალა, მაგრამ მისი საშუალებით უფლის ძალა. ანუ მისი მეოხება განსაკუთრებით მოიზიდავს ღვთის მადლს. იგია შუამავალი ჩვენსა და ღმერთს შორის და შესაბამისად აი ეს იქნება დიდი საშუალება რომ ერმა შეინარჩუნოს სარწმუნოება. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ აღინიშნოს, რომ ეს არ მოხდება თავისით, ეს არ მოხდება მექანიკურად მიუხედავად იმისა, როგორ მოიქცევა ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ერი. ჩვენ ეს ამ აღთქმით მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შევინარჩუნოთ სარწმუნოება. თუ ჩვენ ისტორიას დავინახავთ, ჩვენ დავინახავთ, რომ დღემდე ეს აღთქმა სრულდება. დღემდე საქართველო მიუხედავად ყველაფრისა, რომ იყო ჟამი რასაკვირველია სულიერი დაუძლურებისა, იყო ჟამი, ასე ვთქვათ, სარწმუნოების შესუსტებისა, განსაკუთრებით თუ ავიღებთ გასულ საუკუნეს, მე-20 საუკუნეს ქართველი ადამიანი, რომელიც ისე დასუსტდა, რომ აი ვერ დაიცვა თავისი ეკლესია, მონასტრები, თავისი სამღვდელოება, თავისი სარწმუნოების შეურაცხყოფა ვერ დაიცვა. ქართველმა ადამიანმა ძალა აღარ ქონდა, დასუსტებული იყო. მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ მთელი ჩვენი ისტორია ჩვენ ვეწამებოდით, ჯვარზე ვიყავით გაკრული, რომ არ უარყავით ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოება და წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე ამბობს, რომ ქრისტე ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის.
ანუ ესეთი ერია, მოწამე ერია. აი ეს მოწამეობა გაგვიჭირდა ცოტა მე-19 და მე-20 საუკუნეში. აშკარად გაგვიჭირდა. აღარ შეგვეძლო ისეთი მოწამეობრივი ღვაწლი, რომელიც ადრე აღვასრულეთ და სხვა შორის ამას სტიროდა და გოდებდა როგორც დიდი ბიბლიური წინასწარმეტყველი ილია, აგაგი, ვაჟა და თქვენთვის ცნობილია მათი შეფასებები უარყოფითი, რასაკვირველია, მათ ჰქონდათ ძალიან სერიოზული უარყოფითი შეფასებები, მიუხედავად იმისა, რომ მათზე მეტად საქართველოს მე მგონი იშვიათად თუ ვინმე სყვარებია. მაგრამ ისინი ასევე ამხილებდნენ იმ უარყოფით მოვლენებს, რაც იყო საქართველოში და შესაბამისად, აი ამის მიუხედავად, რომ ასე დაეცა ჩვენი ერი, რომ მოწამეობრივი ძალა აღარ ქონდა და დღესაც ჯერ კიდევ ვერ დაიბრუნა ეს მოწამეობრივი ძალა, თუმცა დაიწყო ეს დიდი პროცესი შემოbrunების, რომლის მოწმე და მონაწილეც ვართ ჩვენ საქართველოს სამღვდელოება და რევლი და მთელი ერი პატრიარქის წინამძღოლობით ეს დიდი პროცესი დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით გამტკიცებული არ არის არც სამღვდელოება, არც ერი იმ სიმაღლეზე, რომელზეც ჩვენი წინაპრები იყვნენ, მაგრამ ჩვენ ესე ხშირად ისეთი ჩვენ ვადარებთ იდეალს, როგორი უნდა იყოს იდეალური სასულიერობი, როგორი უნდა იყოს იდეალური მართლმადიდებელი. რასაკვირველია, იდეალისკენ უნდა ვიაროთ, მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ამ სვლელობაში რაღაცა თანმიმდევრობაც არსებობს. რაღაცა საფეხურებიც არსებობს. არ შეიძლება უცებ პირველი საფეხურიდან ადამიანი აღმოჩნდეს 50-ე საფეხურზე. მან ჯერ მეორე საფეხური უნდა გაიაროს. ეს რდის პროცესია. აი იმის დაუნახაობა არ შეიძლება. როცა ჩვენ უარყოფით მოვლენას ვხედავთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ ხდება სულიერი წინსვლა, არ ხდება განვითარება. რასაკვირველია, შეიძლება პირიქითაც იყოს ამ შემთხვევაში, ეს უარყოფითი სულიერი განვითარება რო ხდება, იმიტომ ჩანს უფრო ამ ბოლო ხანებში. მე ვიტყოდი, რომ უარყოფითის დიახაც იმიტომ ჩანს, რომ როდესაც ადამიანი ბრძოლის ველზე საერთოდ არ გავა, იმას არავითარი ჭრილობა არ ექნება და მარცხიც შეიძლება არ კონდეს, მაგრამ თუ ის ბრძოლის ველზე გადის და ჯერ კიდევ იგი არ არის ისეთი მეომარი, რომელიც, მთლიანად ასე ვთქვათ, მომზადებული ამ ომისთვის, მან შეიძლება ბევრი ჭრილობა მიიღოს, მაგრამ თვითონ ის, რომ ბრძოლის ველზე გავიდა და დადგა, აი მაშინაც, როცა ჯერ კიდევ არ იყო გამტკიცებული, ეს უკვე დიდი გმირობაა. და მე ვიტყოდი, რომ აი ჩვენი უწინესი იბრძვის ისეთი ჯერ კიდევ განუმტკიცებელი სამღვდელოების და მრევლისზე დაყრდნობით იბრძვის, მაგრამ სხვა გზა არ არის, ჩვენ ბრძოლაში ვიწრთობით და თანდათან უამრავი, ასე ვთქვათ, ჯანსაღი მოვლენა ხდება, უამრავი სიკეთე ხდება, უამრავ ადამიანს ენუგეშება ეკლესიის წყალობით და ეს დავიწყებულია ხშირად და ყურადღება არის უარყოფითზე. ამის მიზეზი ორია, არის შეგნებულად მყოფი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ურწმუნოების გამო ზოგადად ეკლესიის ფენომენს ვერ აღიქვამენ და პირიქით უარყოფითად აღიქვამენ და ცდილობენ, რომ იგი შემაფერხებელია ზოგადად პროგრესის, ვითომ თანამედროვე ფასეულობების. ეს მათი შეხედულებაა და შესაბამისად ისინი მაქსიმალურად ცდილობენ უარყოფითი მოვლენა აღმოაჩინონ და ზოგჯერ არარსებულიც გააზვიადონ და ზოგჯერ არარსებულიც კი ამას შეუერთონ და რაც შეიძლება უარყოფითად წარმოაჩინონ. მაგრამ არის კიდევ ძალიან დიდი ნაწილი მრევლისა, რომელიც ჯერ ვერ დაუბრუნდა ეკლესიურ ცხოვრებას, რომლისთვისაც ეკლესიური ცხოვრება რაღაცა სერიოზული შრომაა. სერიოზული, ახლა თანამედროვე ადამიანს უამრავი პრობლემა აქვს, სულიერი მატერიალური ყოველ ფეხის ნაბიჯზე პასუხისგებლობა ძალიან ბევრია და დაღლილია თანამედროვე ადამიანი. აი ჩვენ ხო ხედავთ, რომ გამოვედით აი ამ მძიმე, ასე ვთქვათ, მონობიდან და ვართ, ასე ვთქვათ, აი აღშენებლობის პროცესში და მეურნეობა მოშლილია, ყველა სტრუქტურა მოშლილია და ეხლა იწყებს ერი და ამდენი განსაცდელები, ომები, სამოქალაქო, სამამულო, რეალურად, ესე იგი, სოფლიოში რა პროცესები მიდის და ეს პროცესები ჩვენზე აისახება, ძალიან ძნელია, რომ ამას ყველაფერს გაუმკლავდეს ერი და შესაბამისად ეკლესიაც აი თუ შეიძლება ითქვას განადგურების პირას მიყვანილი ეკლესია აი ამ რთულ ვითარებაში რასაკვირველია ასე ადვილად ვერ მოასწრებს
ფეხზე დადგომას და ამას ყველაფერს იმიტომ ყვები, რომ აი მიუხედავად ხარვეზებისა ძალიან ბევრი რამ კარგი ხდება და რო არა ეკლესიის ლოცვა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რო არა პატრიარქი, რო არა ამდენი სასულიერო პირი, ამდენი ეკლესია, მონასტერი, ამდენი ადამიანისთვის გაწეული ლოცვა ეს ჯვარი რომელიც ჩვენს საზოგადოებას დღეს აქვს ну სულ ცოტა ასჯერ უფრო მძიმე იქნებოდა ეს ჯვარი და გაუსაძლისი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ დავანახო ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი არის პროცესი გაჯანსაღების. ეს არის ჭრილობებისა და წყურლების მოშუშების პერიოდი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უცებ ეს ყველაფერი არ შეიცვლება. და ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა. მე ხშირად მithქვამს და დღესაც მინდა გავიმეორო, რომ აი თქვათ რაღაცა უარყოფითი მოვლენა ხდება, თქვათ ან საერო პირი, ეკლესიის წევრი, ან დელმსახური, რაღაცა ისე თქვათ აი წარმოჩინდება, ისეთი არასასიამოვნო მოწოდების სიმაღლე. არ არის ისეთი რაც ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ მე ხშირად ვამბობ, რომ არ გაგვიყვირდეს, იმიტომ რომ სამდელოება პირველ რიგში ატარებს მთელი ერის ტვირთს, სოდვების ტვირთს და თუ მთელი ერი არ მიიღებს მონაწილეობას ამ ტვირთის შემსუბუქებაში, ამ ტვირთის მოხსნაში, ეს გამოდის, რომ მთელი ტვირთი არის სამდელოებაზე და თუნდაც იმ რევლის ნაწილზე, რომელიც ეკლესიაშია. და ერის ცოდვა ძალიან დიდია და ძალიან მძიმეა. ჩვენ აი მარტივად ვიტყვი, რატომ აი 27 წელი, 28 წელი გავიდა, ხო? იმიდან დამოუკიდებლობის აღდგენიდან. აი რა ხდება? რაღაცა თითქოს ბევრი კარგი გაკეთდა, მაგრამ აი ძალიან მაინც აი საზოგადოებაში არის გზნობა, რომ მაინც ძალიან დიდი ტვირთია, ძალიან დიდი კივილია, აი გაუსაძლისი მდგომარეობა ხშირია ძალიან და საერთო და აი ეს არის ერთი რამ არის გასააზრებელი, რომ ჩვენ აი ამ მე-20 საუკუნეში მთელ ერს გვაქვს ძალიან დიდი წოდვა. ეს არის ის, რომ ჩვენ შეიძლება მთლიანად არ უჭერდით ხარს იმ უღმერთო ხელისუფლებას, მაგრამ ვერც ვეწინააღმდეგობოდით, ვერც ვამხილებდით და რეალურად ჩვენი რწმენა შერყეული იყო და ჩვენ გვინდოდა თუ არ გვინდოდა აი ამ ღვთისგმობელი ხელისუფლების რაღაცა რიტუალებში, რაღაცა პასუხისმგებლობაში მონაწილეობდით და ეს ჩვენს ხრებზეა, ჩვენს ასე ვთქვათ, სულზეა ეს ტვირთი და ამ ტვირთის მოხსნა შეიძლება მხოლოდ სულიერი ცხოვრების დროს, აღზარებით, ზიარებით. აი დღეს ერი ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა ამას, უჭირს აი ამ გზაზე დადგომა, მაგრამ მე მინდა ყველას უთხრა, რომ აი ამ ნაბიჯის გადადგმა სულიერი ცხოვრების გზაზე ეს ნიშნავს ამ ტვირთის მოხსნას და შესაბამისად აუცილებელია რომ ჩვენ მოვინანიოთ აი ეს დიდი საერთო ცოდვა რომელიც აქვს ერს რომ ჩვენ ცხოვრობდით იცით აი გაორებულად ქრისტიანებიც ვიყავით მაგრამ წარმართული რაღაცა ცხოვრების წესიც იყო ჩვენ ცხოვრებაში შემოჭრილი და მე მინდა გითხრა დღემდე ამისგან თავისუფალი არ არის საზოგადოება მაგრამ ეს გაცნობიერებული არ არის და რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთისმშობლის წილღთომილობის თემა იმიტომ რომ როდესაც შენ ძალიან გიჭირს და გეშინია რომ აი შენ იმის ძალაც არ აქვს რომ აი აღსარება თქვა ეკლესიაში მიხვიდე შენ თუ გაიხსენებ რომ შენ ყავს ისეთი მფარველი რომელიც შენ დაგეხმარება და შენ თუ ოდნავ მაინც მოინდომებ შენ ის გაგიადვილებს ამას აი ეს არის დიდი ნუგეში როცა შენ იცი რომ შენ ღმერთმა განსაკუთრებული მფარველი გამოგზავნა. რატო? მოდით ახლა ესეთი კითხვაც დავწერთ. რატო გამოგზავნა განსაკუთრებული მფარველი? იმიტომ რომ ეს მცირერიცხოვანი ერია. საქართველოს არის მცირერიცხოვანი ერი მართლმადიდებელ ერებს შორის. და რეალურად ამ მცირერიცხოვან ერს ყველაზე მეტი, ესე ვთქვათ, განსაცდელი ჰქონდა ისტორიულად. ყველაზე მეტად, ესე ვთქვათ, ჭირდებოდა დახმარება. ყველაზე მეტად ჭირდებოდა დახმარება და თუ იგი ამ სისუსტის ჟამს მიმართავდა უფალს და მის მიერ გამოგზავნილ, ასე ვთქვათ, მეოხს
მფარველს ვინც ასე ვთქვათ უფლის დავალებით უნდა იყოს ასე ვთქვათ ამ ერის პატრონი აი მიმართავს მას დაამყარებს მასზე სასოებას მაშინ ის გადარჩება და მართლაც ისტორიამ დააფრთხილდა რომ ჩვენ გადავრჩით არაერთხელ გადავრჩით და არა მარტო გადავრჩით იყო ეპოქები როდესაც ეს ერი და სახელმწიფო ისე გაბრწყინდა რომ ევროპაში მესიის מחვილელი უწოდეს დავით აღმაშენებელს და მუსულმანური სამყაროც ხედავდა მის ღირსებას და ქრისტიანული სამყაროც ანუ შეიძლება ამ პატარა ერმა შეძლოს გაძლიერება ფიზიკურადაც სულიერადაც და სოფლიოს საგანძურში შექონდა ძალიან დიდი ღირებულებები და დღემდე აი ხო დაცემულია ჩვენ აი დღეს თუნდაც ახლა აი დღევანდელი დღე რო არის ბასილაშვილმა გაიმარჯვა შოგბურთში ტურნირზე საერთაშორისო ტურნირზე ეს დიდი გამარჯვებაა მან ესე იგი მეოთხე ჩოგანს მოუგო ესე იგი ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ეს ქართველი ადამიანები ესე იგი წარმოიდგინეთ აი ამ გაჭირვებაშიც კი ასეთ რაღაცეებს აღწევენ ეს ნიშნავს რომ ჩვენ ერს ყავს დიდი მფარველი და შესაბამისად ჩვენ აი ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ დიახ ძალიან დიდი მადლობა მეუფე სარეკლამო ჭაზე გავალთ 2 წუთით და ისევ დაგიბრუნდებით არ გადარჩოთ აუცილებლად ძალიან დიდი ხნით ვიქნებით კიდევ თქვენთან ერთად და ბევრ კითხვებს დავსვამ რამდენი წუთი აი დაგიბრუნდით და მეუფე მწერანში მეუფე შეეხო იმ თემას რომ აი სასულიერო პირებს ძალიან ბევრი რამ აწევთ მთელი ერის რაღაცა ტვისტი რაღაცა და ჩვენ ძალიან მომთხოვნები ვართ მათ მიმართ და შეიძლება ეს ასეც უნდა იყოს იმიტომ რომ როცა მშობელია შენი გინდა რომ რაღაც უკეთესი იყოს უკეთესი და ჩვენი მოთხოვნა რამდენად ცდის მათ ან რა ფარგლებში უნდა მოვთხოვოთ მათ ეს ყველაფერი და როგორ უნდა გავაკეთოთ ან მეც ხوار ვთხოვთ ან ნაკლებს ხომ არ ვითხოვთ აი ამას ვკითხავ აუცილებლად მეუფეს და მეუფე თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხშირად გვიჩნდება ხოლმე პრეტენზია და ყოველთვის გვაქვს ხოლმე მათ მიმართ აი ანუ თანადგომას ვერ დავართ მე უფრო პრეტენზიები გვაქვს ხოლმე რა და აი შემთხვევაში ამდენად მოთხოვნები უნდა ვიყოთ მათ მიმართ იმიტომ რომ ისინიც ადამიანები არიან მაგრამ თქვენ ამბობთ რომ აი განსხვავდებიან ამ ყველაფრით რომ აი მთელი ერის ცოდვები მთელი ერის ეს ტვირთი აწევთ მათ და ეს ერიც თხოვს მას იმიტომ როცა შენ რაღაცით ვიღაცაზე ხარ დაყნობილი ხო გინდა რომ ის ძლიერი იყოს შენზე აი ამ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნები სად უნდა რჩებოდეს იმიტომ რომ კეთილად გვინდათ მოთხოვნოთ არავის არ გვინდა რომ ვიყოთ ბოროტები და გადაგვდის ძალაუნებურად ბოროტებაში ეს ყველაფერი აი ამ შემთხვევაში თუნდაც აი სასულიერო პირებს თქვენ როგორც მღვდელმთავარი საერთოდ როგორ უნდა მოეთხოვოთ ის რომ ვერ არიან იმ მოწოდების სიმაღლეზე რაზეც ჩვენ გვინდა იყვნენ იმიტომ რომ კარგი არის როცა შენი მშობლის იმედად ხარ და ის შენი მშობელი ძლიერია და მაგარი არის და ჩვენთან რაღაცნაირად ესე ვართ დამოკიდებული მათზე თუმცა აი ჩვენ გვიყვარს ხოლმე ჩვენ რაღაცებს ვეუბნები და ისინი გპატიობენ ხოლმე თუნდაც ცოდვეს მაგრამ ისინი როცა აი რაღაცას იდენენ ვერასდროს ვერ პატიობთ აი ეს რაღაცა სამხრივი დამოკიდებულებაა ჩვენ შორის და თან ვერ პატიობთ კი არა ძალიან ცუდათაც ვთხოვთ ჩვენ თანადგომა არ ვიცით იმ ადამიანებმა ვინც აქეთ ვითხოვთ მათგან თანადგომას აი ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ რომ არ გადაგვეცდეს იმიტომ რომ ჩვენი მოთხოვნები იმდენად იზრდება რომ თავხედობაში გადაგვდის ხოლმე შემდეგ ეკლესიის მიმართ იმდენად მომთხოვნი ვართ და აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა რომ სასულიერო პირი ეს არის რასაკვირველია ქრისტეს სახეა და როვითარცა ქრისტემ თავისი ჯვარცმით და სიკვდილით ჩვენ გვიხსნა სიკვდილისაგან და აი ასეთი მსხვერპლი გაიღო ჩვენი ცხონებისათვის აი ესევე ყოველმა სასულიერო პირმა თავისი პირადი ესე ვთქვათ თავის უარყოფით თავისი მსხვერპლით თავგანწირვით რასაკვირველია უნდა იხსნას თავისი სამწყსო ეს იდეალია რომელიც განსაკუთრებით მე თავად შემიძლია ვთქვა რომ ძალიან დიდ სიმაღლეზე დიდად მიახლოებული იყო ამ იდეალთან ჩვენი ეკლესიის ისტორიაში მოღვაწე სასულიერო პირები მართლაც ანგელოზებრივად ცხოვრობდნენ თუმცა ჩვენი სიცოცხლენია ახლა ჩვენ ვიცით ეს თქვა ეს გრიგოლ ხანძთელი ათონელი მამები იერუსალიმის მამები
ესე იგი რაღაცა და საუკუნეების მანძილზე 6000 ბერი გაწყვიტეს აგერ მე-17 საუკუნეში და მე-19 საუკუნეში სასაუთმოქმედი მამები იყვნენ და აგერ მამა გაბრიელი ყავდა ჩვენ აი ამ უღმერთობის ხანაში აი ესეთი მართლა ჯვარცმული ადამიანი და მართლა ქრისტესავით აი მოსიყვარულე და ხო ამის მაგალითები სხვა მაგრამ ისიც ჰქონდა ისტორიაში მაგალითები რომ იყო დაცემები იყო ძალიან სერიოზული შეცდომები გასაკვირველია საზოგადოება ამას უყურებს უარყოფითად და როცა ხარვეზია შეფასების უფლება აქვს და ვალდებულებაც აქვს რომ გარჩიოს კეთილი ბოროტისაგან უარყოფითზე თქვას რომ ეს უარყოფითია მაგრამ ერთი რამ არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი რომ ხშირად ჩვენი შეფასებები ესე იგი არ არის ადეკვატური ჩვენ ვერ ვითვალისწინებთ იმ ვითარებას რა ვითარებაშიც არის დღევანდელი ადამიანი თუნდაც დღევანდელი სასულიერო პირი არ შეიძლება დღევანდელ სასულიერო პირს მოვთხოვოთ იგივე რასაც ჩვენ ვთხოვდით თქვათ აი შუა საუკუნეების თქვათ თუნდაც დავით აღმაშენებლის დროინდელ და გრიგოლ ხანძთელის დროინდელ ასე ვთქვათ დიდ წმინდანებს და დიდ სასულიერო პირებს შესაბამისად აი აქ ხშირად არის ასე ვთქვათ არა შესაბამისი შეფასება არა ადეკვატური შეფასება და მიზეზი ამისა ერთია რომ შემფასებელი თვითონ უნდა იყოს რაღაცნაირად ჩართული იმ პროცესში რასაც ქვია სულიერი ცხოვრების წესი აი სახარებაში არის ესეთი სიტყვები რომ შენო მაცხოვარი გვეუბნება ჩვენ ნებისმიერ ადამიანს შენო შენი მოყვასის თვალშიო ხედავო ბეწვსო ბეწვის დანახვა სხვის თვალში ძალიან ძნელია ანუ ძალიან მცირეს შეუმჩნეველსაც კი ამჩნევდა ზოგჯერ ესე იგი არარსებულზეც კი შეიძლება შენ რაღაც გაგიჩნდეს ეჭვი და საკუთარ თვალშიო ვერ ხედავ დირესო ეხლა ეს ხო ნუ დირე შეუძლებელია თვალში ბეწვიც რო ჩაგივარდეს ის გაწუხებს და სანამ არ ამოიღებ მანამდე შეწუხებულია ადამიანი და ესე იგი დირე ეს არის გადატანითი მნიშვნელობა ესე იგი უგრძნობელია ადამიანი საკუთარი ცოდვებისადმი და გრძნობიარეა სხვისი შეცდომისადმი და ნახეთ როგორ რაღაცას გვეუბნება მაცხოვარი ორგულო ნახეთ რა სიტყვას ხმარობს აი პირდაპირ გვეუბნება რომ განკითხვა არის ორგულება ამოიღეო დირე საკუთარი თვალიდანო და იხილოო აღმოღებად ბეწვისაო თვალისაგან მოყვასისა შენისა ანუ შენ თვითონ არ ზრუნავ შენ სულიერ განვითარებაზე და ძალიან ესე ვთქვათ მკაცრი ხარ სხვისი შეფასების ჟამს როგორც წესი ქრისტიანობა გვეუბნება რომ თუ ადამიანი ხედავს თავის ნაკლს სისუსტეს ცდილობს სათნოთ იცხოვროს ის არასოდეს სხვას არ განიკითხავს იმიტომ რომ ნამდვილად ვისაც სურს რომ სულიერად იცხოვროს ის აღმოაჩენს რომ ძალიან ძნელია სულიერი ცხოვრება და არ გაუჩნდება ის აზრი რომ ის მას შეუძლია ვინმე შეაფასოს რომ მან შეიძლება ვიღაცის ნაკლზე ილაპარაკოს მას გაუჩნდება თანაგზნობა იმ ადამიანისთვის ვისაც აქვს ეს შეცდომა და ნაკლი ამიტომ ყოველი განკითხვა არის მაჩვენებელი იმისა, რომ ადამიანი თვითონ არ ცხოვრობს სულიერი ცხოვრებით. და შესაბამისად ეს განკითხვის სული არის ძალიან ძლიერი დღეს ჩვენ საზოგადოებაში. და სხვა არაფერი არის აგრესია თუ არა, ისე თქვათ, როდესაც შენ გაიზიანებს სხვისი ნაკლი, სხვისი შეცდომა. და ნახეთ განსხვავება შეფასებასა და განკითხვას შორის. შეფასება არის, როდესაც შენ ამბობ, რომ აი რაღაცა არის სიკეთე, რაღაცა არის ბოროტება. რაღაცა არის მშვენიერება, რაღაცა არის სიმახინჯე, რაღაცა არის სიყალბე, რაღაცა არის ჭეშმარიტება. ეს ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გავერკვეთ ამაში და მაგრამ როგორც მე აღმოაჩენ, რომ თქვათ, სადღაც არის რაღაცა ცდომილება, მე აგრესია კი არ მეუფლება. მე თანაგზნობა მეუფლება. მე მინდა რომ იმ ადამიანს ღმერთმა უშველოს და მე ვლოცულობ მისთვის. თუნდაც რომ ის ჩემი მტერიც რო იყოს, მაშინაც კი, იმიტომ რომ მე
არ შეიძლება მძულდეს ადამიანი, როგორც კი მე შემძულდება ადამიანი, როგორც კი მე ადამიანის გაღიზიანება, მეუფლება, ჩემ სულში შემოდის საწამლავი, რომელიც მაკარგვინებს კავშირს ღმერთთან, რა თმინდა მე, ასე ვთქვათ, ვიღაცის შეფასება, განკითხვა, თუ მე დავკარგე ღმერთი, თუ მე დავკარგე სიყვარული. და აი ეს აგრესია არის ძალიან ძლიერი საზოგადოებაში. ყველას განიკითხავს. და აი პოლიტიკურ შეფასებების დროს არ არის სწორი. ოპონენტები არ უნდა იყვნენ შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ. ეს მეც ხარჯზე მოდიან, აი ამის ხარჯზე. არ უნდა იყოს ეს აგრესიულობა, არ უნდა იყოს და აი ეს არის ქრისტიანობა და ზოგადად კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, რომ აი ზუსტად ესე იგი შენ შეიძლება შეაფასო თუნდაც სასულიერო პირის რაღაცა ქმედება, რომელიც შეუსაბამოა, მაგრამ განაჩენს შენ ვერ გამოუტან. შენ ვერ იტყვი რას იმსახურებს ის იმსახურებს უპირველეს ყოვლისა თანაგზნობას და ლოცვას, რომ ის გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. და შენც უნდა ხედავდე შენ თავში მსგავს სისუსტეებს, მაგრამ ვაი რომ აი ეს ამპარტავნება გონებას უბნელებს ადამიანებს და ამპარტავნება ეს არის სწორედ ის, რომ ადამიანს გონია, რომ მისი აზროვნება, რომ მისი ძალები საკმარისია სიკეთისათვის. აი, მხოლოდ ამიტომ ადამიანები არ მიმართავენ უფალს, არ მიმართავენ ეკლესიურ ცხოვრებას, სადაც ხდება ღვთაებრივი ენერგიის მიღება. ადამიანი კმაყოფილია იმ ენერგიით, რომელიც მას აქვს. ის თავისადმი არ არის კრიტიკული. თავის თვალში ვერ ხედავს დილეს. ეს არაკრიტიკულობა საკუთარი თავის მიმართ ბადებს აგრესიულობას. შენ თუ შენ თავს ხედავ, შენ თუ შენ უარყოფით სამყაროს ხედავ და ნანობ და ცდილობ გამოსწორდე, შენ სხვა ცოდვილის მიმართ აგრესიული ვერ იქნები. და ეს არის აი საიდუმლოება, რომ ვერ ვხედავთ იმიტომ რომ არ დგებით სწორი ცხოვრების გზაზე, სულიერი ცხოვრების გზაზე და ვერ ვხედავთ იმ უძლურებას და როგორც კი დაინახავს ადამიანი, დადგება ამ სულიერი ცხოვრების გზაზე, დაინახავს თავის უძლურებას, მას გაუჩნდება სურვილი, რომ ღმერთს დახმარებას თხოვოს, მივიდეს უფალთან და მიიღოს ის ღვთაებრივი ენერგია, რომელსაც უფალი გვაძლევს. რა არის ზიარება? ეს არის ქრისტეს ხორცი და სისხლი. თუ ჩვენ ღმერთი გვწამს, ნუ თუ შეიძლება რომ ამდენი ტკივილის, ამდენი სულიერი და მატერიალური კრიზისის პირობებში არ მივიდეთ უფალთან და არ მივიღოთ მისი თუნდაც სულიერი მატერიალს რო თავი დავანებოთ, თუმცა მატერიალურსაც ფიზიკურ კურნებასაც გვანიჭებს უფალი და თუნდაც შრომაში წარმატებას და საქმიანობაში და ოჯახში რაღაცა მშვიდობას და სიყვარულს გვანიჭებს უფალი, რომელიც არის მადლის მომცემი, აი ამ თავისი ხორცით და სისხლით მადლი შემოდის ჩვენში და ეს მადლი არის უძლურთა მკურნალი და დაკლულევანთა აღმავსებელი. აი ჩვენ სულ ლაპარაკობთ დეფიციტზე, რომ რაღაც დეფიციტია იმის უამრავ და ჩვენ არ ვეძებთ, არ ვფიქრობთ, რომ აი მივმართოთ უფალს და უფალი დახეთ სახარებაში გვეუბნება, მოვედით ჩემთან, ყოველნი მაშვრალ და ტვირთ მძიმე და მე განგისვენო თქვენ. ესე იგი, უფალი გვეუბნება, რომ აი მე შემიძლია, რომ თქვენი ტვირთი შეგიმსუბუქოთ. და მე ამბობს, აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და რა არის უღელი? უღელი ეს არის ის პასუხისგებლობა. ის მცნებები, რომლის შესრულებაც არ არის ადვილი. შრომაა ეს, მაგრამ უღელი ჩემი ტკბილარს და ტვირთი ჩემი მსუბუქარს. ანუ შენ როგორც კი აიღებ ამას შენ თავზე, უფალი შეგეწევა, შეგიმსუბუქებს, გაგიადვილებს. ამიტომ ეკლესიის წიაღში ადამიანის შეხვედრა ღმერთთან არის მისი ტვირთის მოხსნა, მისი პრობლემების გადაჭრა, გონების გახსნა, გულის განათება. ადამიანი ახლიდან იბადება, ყოველ აღსარებაში და ზიარებაში ადამიანი ახლიდან იბადება ენერგიას. აბა როგორ იყო ჩვენი წინაპარი, ამდენი სისხლი რო დაღვარა, ამდენი მეურნეობა რო გაჩანაგებული იყო, ასე რომ ასე ვთქვათ, რიცხობრივად რო ასე მცირდებოდა, როგორ მრავლდებოდა, როგორ აღადგენდა ამ მეურნეობას.
დღეს რომ მიტოვებულია სოფლები, მაშინ როგორ იმ განადგურებულ სოფლებში როგორ აღადგენდა, სადმე ხო არ გარბოდა იმ პირობებში. იმ პირობებში ყველაფერს აღადგენდა ღმერთის დახმარებით. ღმერთით გაუძელით აქამდე. და როგორც კი დავცილდით ღმერთს, აი გვიჭირს ყველაფერი. აი ღმერთთან დაბრუნება, სულიერ ცხოვრებასთან დაბრუნება, ეს არის ადამიანის განახლება და სწორედ ამასგან დაცილებული ადამიანი არის აგრესიული, არის განკითხვაში და შესაბამისად მისი შეფასებები სასულიერო პირებისა და თუნდაც ერის ადამიანებისა, თუნდაც საერო ცხოვრებაში მოღვაწებისა არის გადაჭარბებული და არა სიყვარულით, აგრესიული არის. ნახეთ როგორი სიტყვები არსებობს. დასჯის უფლება აქვს მას, ვისაც უყვარს. აი დედას, რომელსაც შვილი უყვარს. ის სჯის, მაგრამ მას აქვს ამის უფლება. აბა შენმა მეზობელმა დასაჯო შენი შვილი. არ იქნება ის. იმას არ აქვს იმდენი სიყვარული, ამიტომ მას არ აქვს უფლება რომ დასაჯო. იმას შეიძლება გითხრას რომ შენმა შვილმა აი ესეთი რაღაცა ჩაიდინა და შენ მიხედე. მაგრამ იმან რომ დასაჯოს ის არ იქნება მართალი. ვისაც უყვარს იმას აქვს დასჯის უფლება. ძალიან დიდი მადლობა მე უკვე ესეთ ლამაზი ახსნისათვის და რომაც შევეხო არ შემიძლია ამ თემას რომ ჩვენ ძალიან ამბიციური ხალხი ვართ ჩვენთან აი ძალიან ბევრჯერ აი უბრალოდ არჩევნებზეც გვეთყობა რა დღეშიც ვართ და რო არ კითხოთ არ შეიძლება ამასთან დაკავშირებით თუ ყველა ადამიანი ყოველთვის მოდის უ ერთმანეთის ლანძღვის, გინების, ცუდი მხარის გამოჩენის ხარჯზე. აი ამ შემთხვევაში აი ჩვენთანაც ისეთი პირობები არის რომ აი მაგალითად მე რომ მინდა რომ მოვიდე სიტყვაზე ვიღაცა აუცილებლად უნდა რაღაცა დავამცირო, რაღაცა მისი ნაკლი უნდა გამოვაჩინო, რაღაცა რომ შემდეგ მეხმები მოვიპოვო, ასე შემდეგ. ანუ ადამიანი არის ესე მოწყობილი და იმიტომაც ხდება ეს ვითარება, იმიტომაც არის რომ მე იმ ადამიანს თავი რომ მოვაწონო, აუცილებლად ვიღაცას უნდა მოუგო, ვიღაცის ხარჯზე, ვიღაცის დამცირების და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში რატომ არის ერი ესეთი აგრესიული ამ ბოლო ხანებში? თუმცა ყველაფერი გვაქვს თითქოს და რაღაცა ძალიან წინ ვართ უკვე წარმატებული რაღაცა ევროპელები და ასე შემდეგ, მაგრამ ვართ ძალიან დაბალ დონეზე, იმიტომ რომ დღე და ღამე ლანძღვა გინება ისმის, რაც ადრე როცა არ ვიყავით, ესე მაინც არ ვიქცეოდით, ხო და ესეთ საქციელები არ ქონდა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გაჭირვება იყო. აი ამ შემთხვევაში მე უფე როგორ შეიძლება რომ ამ ადამიანებს ანუ როგორ ან არჩევანის უფლება, იმიტომ რომ დღეს ხმას იღებს ის, ვინც უფრო მეტად ილანძღება. ფაქტი ეს არის, სახეზე და თან ყველა უშვებ შეუმცდარი არავინ არ არის და ყველა შეცდომებს წევენ და ანუ შეიძლება კენჭი იყარო, რაღაცა გააკეთო, მაგრამ დაიღალო იმაში, რომ აი ამდენი ნეგატივი, ამდენი ისა და ესეთი ადამიანები რა თუნდაც, აი ლიდერებად, რომელიც ხვას ლანძღავს და სხვისი ლანძღვის ხარჯზე მოდის. აი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის ხვალე მე რო ვიყო იქ, მეც გამლანძღავს იმას და ასე შემდეგ, ხო? აი ეს რატო არის და ან სად იყვნენ ეს ადამიანები დღეს ესეთი აგრესიული არიან? აქამდე მე არ ვიცი, აი ესე რატომ ჭარბობს ეს ყველაფერი დიახ ამ ბოლო ხანებში. მე გეთანხმებით, რომ ეს აგრესია არის დღევანდელ საზოგადოებაში და ისევ და ისევ მიზეზი ამისა არის ის, რომ ასე ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, რომლის დღესასწაულიც აგერ სამშაბათს არის 9 ოქტომბერს, ეს იყო სიყვარულის მხადაგებელი მოციქული და ის ამბობს, რომ სოფელი ბოროტებასა ზედა ძევს. რატომ ძევს ბოროტებასა ზედა? უსულად კიდე უფრო ისე არის, უფრო მკვეთრად არის. მირ ლიჟით ვაზლე, ანუ წევს, ესე იგი, აი მთლიანად ასე ვთქვათ, აი ამ ბოროტებაშია ჩაძირული და რაშია საქმე, ესე იგი, მიზეზი ამისა ის არის, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა უცოდველი და დაასახლა სამოთხეში, სადაც ასე ვთქვათ, არ იყო ბოროტება. მაგრამ ცოდვა შემოიტანა ბოროტება. და როდესაც ცოდვის ხარისხი იზრდება და ცოდვის, ასე ვთქვათ, რაღაცა საოცრად მოედება ეს საზოგადოებას, ცხოვრება ხდება გაუსაძლისი. გაუსაძლისი ხდება და ადამიანი გრძნობს ძალიან დიდ ზეწოლას, ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, სტრესს გრძნობს, როგორც მორალურს, ისე მატერიალურს. და ადამიანი ცდილობს გამოვიდეს აქედან. და ცდილობს გამოვიდეს საკუთარი ძალით, საკუთარი გონიერებით, ნიჭიერებით და
იწყება ესე იგი ადამიანური ხერხებით ბრძოლა. ამიტომ ყველა ვინც თქვათ მისგან განსხვავებული აზრის არის, ვინც ასე ვთქვათ სხვანაირი ცხოვრების წესს ასე ვთქვათ ქადაგებს ან ხარს უჭერს, მისთვის არის მისი ცხოვრების კიდევ უფრო მეტად ესე ვთქვათ დამძიმების რაღაცა პირობა. და მას ეშინია უბრალოდ ამ ადამიანის და მტერია ის მისთვის ადამიანი. ის ანზოგადებს ამას, რომ ის თუ მისთვის მტერია და თუ მას ჭეშმარიტებას ფლობს, მაშინ ის მარტო მისი მტერი არ არის, ის ჭეშმარიტების მტერია და ზოგადად ხალხის მტერია. ამიტომ ყველაში ხედავს მტრის ხატს, ხედავს ქვეყნის რაღაცა მტერს, მისთვის პრობლემას, საზოგადოების პრობლემას და იცით დაუნდობელი და სასტიკი ომია. ომი ყველას წინააღმდეგ. ეს არის მიწიერი ლოგიკა. ამას ქვია მიწიერი ლოგიკა. ეს ლოგიკა სხვა ლოგიკა ადამიანს არ გააჩნია თუ ის ამას სოფლის კანონებით ცხოვრობს. მაგრამ რას გვეუბნება უფალი? უფალი გვეუბნება, რომ თქვენ არა ამას სოფლისაგანი ხართ. რომ თქვენ კი ცხოვრობთ ამ სოფელში, მაგრამ თქვენ ამ წესებით არ ცხოვრობთ. თქვენი წესი არ არის ვინც ძლიერია, ის ესე ვთქვათ, ის არის მართალი და ვინც ძლიერია, ის გაიმარჯვებს. არა. თქვენი წესი არის, რომ ესე იგი მიუტევოთ. თქვენი წესი არის, რომ ესე ვთქვათ, დალოცოთ ვინც თქვენ დაგწყევლით, კეთილი გაუყეთოთ ვინც თქვენ გდევნით და ღმერთი თქვენ მოგცემთ ძალას, რომ ყველაფერ ამას გაუძლოთ და რაღაც წარმატებაც გქონდეთ. აი ეს არის ქრისტიანული ხედვა. ეს ხედვა დღეს საზოგადოებაში არ არის. ამიტომ მე დღეს ვახსენე საუბარში, რომ ჩვენთან შერეულია ქრისტიანობა წარმართობასთან და ამის შესახებ სახარებაში ასეთი სიტყვებია, რომ შეუძლებელია ორი ბატონის მსახურება. ანუ ერთი იგი უნდა მოიძულო და ერთი იგი უნდა შეიყვარო. აი ძალიან პატიოსანი და კეთილი ადამიანებიც კი, რომელიც შეიძლება არც აგრესიულები არ არიან, არ გამოდიან, ესე ხმამაღლა ალაპარაკ. მაინც ისინი დამნაშავეები არიან ღვთის წინაშე, იმიტომ რომ ისინი ვერ უპირისპირდებიან ბოროტებას, ვერ ამხილებენ ბოროტებას. ანუ ისინი პასიურად კეთილი ადამიანები არიან და შესაბამისად ბოროტება ძლავრობს სიკეთეს. და აი ეს ნამდვილად არის ჩვენ საზოგადოებაში ძალიან კეთილშობილი, პატიოსანი, წესიერი ადამიანი, მაგრამ ღვთის მადლის გარეშე ბოროტებას სიკეთე ვერ დაამარცხებს. და აი სწორედ ღვთის მადლთან მისვლა ხდება ეკლესიაში. და ეკლესიის გარეშე ბრძოლა ბოროტებასთან საბოლოო ჯამში არის ბოროტება. იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით ადამიანური ძალებით და მე ეს კეთილი ადამიანებიც, რომლებიც შეიძლება ძალიან კეთილები, რაღაც მომენტში მათაც მოთმინება ღალატობთ, ან ტოვებენ ამ ბრძოლის ველს და იტყვიან რომ აზრი არ აქვს ამ ბრძოლას და ბოროტებას ჩვენ ვერ დავამარცხებ, ან თვითონ ხდებიან აგრესიულები. აი ეს ალტერნატივა არის, ან გამოხვიდე ამ ბრძოლიდან და ფაქტიურად კაპიტულაცია ქვია ამას, ესე იგი შენ არ იბრძოლო სიკეთისათვის, რა თქვა, რომ ეს შეუძლებელია, ან შეხვიდე და თუ შეხვალ აუცილებლად იმ ბრძოლის წესით აგრესიული უნდა გახდე. იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ბოროტებას დაამარცხებს ღვთის მადლი. და აი ზუსტად ეს აკლია ჩვენ საზოგადოებას. აკლია მადლი სულისა წმინდისა, რომელსაც შეუძლია ბოროტების დამარცხება. თუ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდება, დაუბრუნდება დედა ეკლესიის წიაღს და აი ამ წესით ცხოვრებას დააფუძნებს ქვეყნის მშენებლობას, ის აუცილებლად თანდათანობით გამოვა კრიზისიდან, არ იქნება სიძულვილი, იქნება სიყვარული, მშვიდობა და კეთილდღეობა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. აი, გავდივართ სარეკლამო ჭრაზე და ამის შემდეგ აუცილებლად კითხავთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აი ლოცვასთან დაკავშირებით კითხავთ ბევრ ამას, თუ შეიძლება აი რამდენად შეიძლება ისეთი ადამიანების მოხსენება, ვინც ჩვენთვის მიუღებელნი არიან, იმიტომ რომ ლოცვის წიგნში ხშირად ხდება ხოლმე და ადამიანებს ძალიან ებრძვით ეს ყველაფერი და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ესეთი ლამაზი საუბრისათვის და დაგიბრუნდებით ზუსტად 3 წუთში არ გადართოთ და კიდევ
განვაგრძობთ ეთერს. მეუფე დანიელი მიტროპოლიტი ყავს ჩვენ სტუმრად და ისაც ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ მეუფე. აი დაუბრუნდით ესეთი საინტერესო საუბრიდან და დარიგებებიდან აუცილებლად გრძელდება კიდე და ეს კითხვა რო არ დავსვა არ შეიძლება, იმიტომ რომ მთელი ერი ამას კითხულობს ხოლმე და ძირითადად ხშირად ხდება ხოლმე განკითხვა სასულიერო პირების, ეკლესიის, როცა სიტყვაზე იქ ხედავთ ხოლმე თქვენთვის არასასულელ ადამიანებს, იმ ადამიანებს, ვინც თქვენ თავზე რაღაცა ცუდი სიბოროტე გააკეთა და შემდეგ შეიძლება ნახოთ ის ადამიანი ეკლესიაში რაღაცა და ხშირად ხდება ხოლმე დაბკოლების მიზეზი ეს ყველაფერი და მე აუცილებლად მეუფესთან გამოვიყენებ და ამ კითხვას დავუსვამ ამ დროს გამოვიყენებ ამისაც და მეუფე ხშირად ხდება ხოლმე ჩვენთვის მიუღებელი ადამიანები იქ ლოცვებში ხვდებიან იქ იხსენიება ეკლესიაში იქ რაღაცა მთავრობა და მხედრობა რომელიც შეიძლება არ მოგწონდეს და ძალიან ცუდად იქცევა და მე არ ვიცი მე მთავრობა ჯერ არ მომწონებია მე პირადად და მაპატიეთ რაც ვცხოვრობ არავინ არ არის მისაღები ჩემთვის იმიტომ რომ მართლა მიყვარს ეს ადამიანები და მინდა რომ არ მივიღო ისეთები როგორიც არის უფრო უკეთესნი რომ გაიზარდონ და უფრო იყვნენ ჩვენთვის მისაღებნი და ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ როცა ჩვენთვის მიუღებელი ადამიანები ხშირად ხდება ხოლმე აი მოყოლებული ნებისმიერ გვარს აღარ დავასახელებ ყველა პრეზიდენტთან მოყოლებული ძალიან სიტყვაზე ბევრი ცუდი ყოფილან და თითქმის 80% და ეს ადამიანები ამ ადამიანებს ეკლესია პატივს და იხსენიება და ასე შემდეგ. ესეთი შეიძლება იყოს ვიღაცა მორწმუნესათვის, ვიღაცა მევახშე, ვიღაცა ბანკირი რაღაცა და იქ იყოს მიღებული, ხო? ეკლესიაში. ამ შემთხვევაში მე უფრო ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ რომ გვყოლდება ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ გამათხოვრებული ადამიანი, რომელიც ეკლესიის თავში დგას და ითხოვს რაღაცას და ვინც გაამათხოვრა იმ ადამიანში მით პატივსცემი ცოტა რთული მისაღები არის, ხო? ლოცვებში მით უმეტეს რომ მოიხსენიო სიტყვაზე ის თავრობა და რაღაცა, რატო დაუშვა ეკლესიამ ეს ყველაფერი თქვენ იცით, ამაზე ვიცი ძალიან ლამაზი პასუხი და მაგიტომაც გეკითხებით. და ვიცი რომ ჩამჭრელი კითხვა კი არ არის, უბრალოდ ვიცი რომ ესე დააკმაყოფილებ. კარგი კითხვა, იმიტომ რომ ხანდახან ასეთ შეუსაბამობას თითქოს აქვს ადგილი, რომ აი ჩვენ ლოცულობთ თავრობისათვის, მხედრობისათვის და შეიძლება ეს თავრობა და მხედრობა არ იყოს მორწმუნე, შეიძლება საერთოდ ეკლესიის მიმართ დაპირისპირებულიც იყოს. ან რაღაცა საზოგადოების თვალში მას ჰქონდეს რაღაც სერიოზული რაღაც დარღვევები და საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ აი ეკლესიამ შეიძლება ეს ადამიანები ესე ვთქვათ მათთვის ილოცოს და რაღაც განსაკუთრებული და ჩვენ გვაიძულოს ლოცვების წიგნში არის რომ და ზოგადად ლოცვებში წიგნში წერია რომ უნდა მოიხსენო შენი ხელისუფლება. ну უპირველეს ყოვლისა სახარებაში წერია მიეც კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა. ანუ სახარება გვეუბნება ჩვენ რომ ხელისუფლება მიუხედავად იმისა ის მორწმუნეა თუ არ არის ეს არის ღვთის დადგენილება რომ უნდა არსებობდეს რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ სტრუქტურა რომელიც აი ორგანიზაციას გაუწევს საზოგადოების ურთიერთობას. რასაკვირველია შეიძლება მას ჰქონდეს ხარვეზი, შეიძლება მას ჰქონდეს შეცდომა, მაგრამ ქრისტიანობა ჩვენ ასე გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლებას ყველაფერში, თუ იგი მცნების დარღვევას არ ითხოვს ჩვენგან. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის მცნების დარღვევას ითხოვს, ჩვენ მას არ უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ მაშინაც, როცა ჩვენ მას არ ვემორჩილებთ, ჩვენ ვაგრძელებთ მის ლოცვებში მოხსენიებას. ესე იგი ის თვითონ ვთქვათ არ იცავს ქრისტიანული ცხოვრების წესს, ცოდვილი ცხოვრების ცხოვრება. ამას ემატება რომ მე ზღუდავს და მე მაიძულებს ამ წესით ვიცხოვრო, არა ქრისტიანული წესით. და თუ არ დავემორჩილე, ესე იგი ფაქტიურად შეიძლება რეპრესიები ჩატარდეს. აი ესეთი იყო პირველი 3 საუკუნე ქრისტეს ეკლესიის, როდესაც რომის იმპერიაში იყო წესი, რომ ნებისმიერი რელიგიის აღსარებლობა იყო დაშვებული. მათ შორის ქრისტიანობისაც. თუმცა ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა ქრისტიანობას და რატო არ ჰქონდა, ამასაც მოგახსენებთ. მაგრამ ზოგადად რელიგია დაშვებული იყო ნებისმიერ. ერთი პირობით, რომ ყველას უნდა, ასე იგი, ეღიარებინა იმპერატორი როგორც ღვთაება. ესე იგი, გაიგივებული იყო იმპერატორი ღვთაებასთან. და შესაბამისად, ვინც იმპერატორს როგორც ღვთაებას მსხვერპლს არ შესწირავდა, ის ითვლებოდა
პოლიტიკურ დამნაშავედ. ანუ ის სახელმწიფოს იმპერატორის წინააღმდეგ მიდიოდა და ეს იყო პოლიტიკური დანაშაული. და ქრისტიანები ხომ ესე იგი ემორჩილებიან ყველა კანონს, ამ წარმართი ქვეყნის კანონს ემორჩილებიან, ლოცულობენ ამ ხელისუფლებისას, მაგრამ ამას ცოდვას ვერ ჩაიდენენ, სხვერებს ქრისტეს გარეშე სხვას ვერავის ვერ შეწირა. ამიტომ ისინი ამობდნენ უარს და მთელი დევნა ქრისტიანობისა მოდიოდა აქედან, რომ ქრისტიანები გამოცხადებული იყვნენ როგორც პოლიტიკური დამნაშავეები. დისიდენტები, რომლებიც სახელმწიფოს ებრძოდნენ და გესმით რას ნიშნავს? შენ სახელმწიფოს უმთავრეს კანონს არ ღვევ. ესე იგი, შენ ხარ მთავარი მტერი ამ სახელმწიფოს. სახელმწიფოს, მაგრამ ეს იყო არა პოლიტიკური ამ შემთხვევაში ქრისტიანისთვის ვალდებულება, არამედ რელიგიური და ის ამას ვერ ასრულებს. მაგრამ ამის მიუხედავად, რომ ასე სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს და ცეცხლი და მახვილი თუნდაც მათი აღმოფხვრა. ოფიციალურად ქრისტიანობა არ იყო აღიარებული. სწორედ ამიტომ, რომ ესენი პოლიტიკური დამნაშავეები იყო. ქრისტიანები ლოცულობდნენ. აი ეს ლოცვები, რასაც ჩვენ ახლა ვკითხულობთ, პირველ საუკუნეებში არის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული. და ისინი ყველას ხვდებოდნენ მიუხედავად აი ამ დევნელებს, მიაგებდნენ პატივს როგორც ხელისუფალს. თუმცა, რასაკვირველია, ისინი ამბობენ, რომ მათი ქმედება არასწორია. ესე იგი, სასამართლოში იცავდნენ თავს, ყავდათ ცნობილი იურისტებიც, ფილოსოფოსებიც, რომელიც ამტკიცებდნენ, რომ ქრისტიანები არ არიან პოლიტიკური დამნაშავეები. ანუ მათი ბრძოლა ხელისუფლებასთან არ იყო აგრესიული. სიძულვილი არ იყო. პირიქით ეწოდებოდათ ისინი, იმიტომ რომ ისინი იყვნენ გზასაცდენილები. და მიუხედავად მათი აგრესიისა, ისინი ლოცულობდნენ. და შედეგი რა მივიღეთ? 3 საუკუნე. აი ეს უზარმაზარი იმპერია, მსოფლიოს იმპერია, რომელიც მთელ მსოფლიოს, მაშინდელ მსოფლიოს შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ფლობდა და დაპყრობილი ყავდა მთელი მსოფლიო. აი რომელსაც სურდა ამ ქრისტიანების აღმოფხვრა, ცეცხლით და მახვილით. მცირეოდენი ქრისტიანები. ძალიან მცირე, ესე ვთქვა, უმცირესობის ამ ხელა იმპერიაში. აი ამ ასეთი სათნო ცხოვრების შედეგად ისინი რომ ბოროტებაზე სიკეთით პასუხობდნენ, მათ ესე ვთქვათ, სისასტიკეს, წყევლას, ლოცვით პასუხობდნენ და ამან გამოიწვია ის, რომ ჯერ ქრისტიანების მიმართ უკვე საზოგადოებაში და რაც თავარია მაღალ ფენებში ჩნდებოდა უკვე ავტორიტეტი და ეს უზარმაზარი რომის იმპერია 3 საუკუნის მერე, მე-4 საუკუნის დასაწყისში უბრძოლველად არც არავითარი პოლიტიკური რაიმე ბრძოლა არ მიმდინარეობდა და არც უფიქრიათ. მით უმეტეს სამხედრო არავითარი შეერაღება ქრისტიანებს არ ჰქონდათ. შეცვალა, დაამარცხა ქრისტიანულმა ეკლესიამ და შეცვალა ეს რომის წარმართული იმპერია ქრისტიანულმა ბიზანტიურმა იმპერიამ. აი ფაქტია, ხო? აი რეალობა 3 საუკუნე ქრისტიანობა იყო დევნილი. და ფაქტიურად, ესე იგი, უსასტიკეს პირობებში. აი ამ დროს ლოცულობდნენ მთავრობისა და მხედრობისათვის. როცა წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა, მისი ქადაგება ძალიან ბევრ ადამიანს თანდათან მოაქცევდა. ბოლოს დედოფალი ნანა განკურნა და ისიც მოიქცა და მეფე მირიანი ხედავდა, რომ ის ავტორიტეტი იზრდებოდა და ფაქტიურად ეს მან აღიქვა როგორც სახელმწიფოსთვის საწინააღმდეგო, იმიტომ რომ ეს კერპები, საფრთხე აღიქვა და გადაწყვეტილი ჰქონდა მას წმინდა ნინოს ფიზიკური განადგურება, მოკლა ჰქონდა გადაწყვეტილი. რაც აკეთებდა წმინდა ნინო? ლოცულობდა მეფე მირიანი. წმინდა ნინოს რომ გამოსულიყო და მეფე მირიანის, ესე ვთქვათ, ლანძღვარო დაეწყო და არ ელოცა მისთვის, ის არ მოიქცეოდა. ის მოიქცა და შესაბამისად ეკლესიის მისია არის ლოცვა. გიყვარდეს მტერი შენი, აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილს უყოფდით მადევართა თქვენთა. ამიტომ აუცილებლად უნდა მოიხსენოთ ხელისუფლებაც, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება და რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თეთრზე ვთქვათ შავი და შავზე ვთქვათ თეთრი. ჩვენ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ეს ქმედება, ესა თუ ის ქმედება შეუფერებელია ქრისტიანობისთვის, მაგრამ ის ადამიანი, ვინც ესე იქცევა, ის თავის თავს ღუპავს. და როგორც აცოდავ. და როგორც დაღუპვის გზაზე მყოფი, მე მას უნდა უსურო, რომ შემოbrunდეს, მოიქცეს და გადარჩეს.
თუმცა რაღაც უარესდება ხოლმე მდგომარეობა სამწუხაროდ ჩვენ და ხშირად და აი ამ ლოცვის ხარისხი როგორ უნდა ავწიოთ, იმიტომ რომ გულიც ვერ მიგიწევს ისე და ისე გულით ვეღარ ლოცულობთ, ალბათ იმიტომ რომ ამდენი ადამიანი არც ლოცულობდა ალბათ მაშინ და აი ამ იმ მცირეოდენმა ხალხმა მოუგეს ხო ამხელა იმპერიას და რამხელა ძალა ჰქონდათ მათ ლოცვას და თუმცა ჩვენ როგორც ლოცულობთ ხო ამდენი მილიონი ადამიანი მაინც ვერ ვერევით ამ ყველაფერს და აი ეს ლოცვის ხარისხი როგორ უნდა ავწიოთ, იმიტომ რომ ადამიანზე როცა ლოცულობთ ალბათ დამეთანხმებით მე უფე აი გძულს ის აი მისი ცუდიც გაგიხარდება ყველაფერი რომ გაქრეს აქედან ან მოკვდეს ან რაღაცა დაისვენო ხო? აი ამ შემთხვევაში ისე აძულებენ ახლა თავს ხო? ეს ადამიანები ხა ნებისმიერ გარდაიცვლება საერთოდ ზოგი ხარობს კიდევაც რომ მოკვდა ღიად წერს ხოლმე რა და ამას არც არავინ არ მოკითხავს ხოლმე და აი ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა ვქნათო ჩვენ ღვთის წინაშე ვიყოთ მართან იმიტომ რომ კი ლოცულობთ რაღაცა ვიხსენებთ მაგრამ ჯერ თავისთვის ვერ ლოცულობთ ეხლა ვინც გეზიზღება იმაზე ფიზიკურად შეიძლება ვერ ილოცო ისე მაგრამ იმიტომ რომ შედიხარ სახში და შენი გაჭირვება რომ ვიღაცის ტყუილზე დგას ეხლა ძალიან ძნელი არის. რასაკვირველია, ყველას ამის ძალა არ აქვს. სწორედ საქმე ის არის რომ თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი რომელიც თქვათ მონათლულია ქრისტიანულად აღიარებს ღმერთის არსებობას მისი სულიერი ცხოვრების ხარისხი ძალიან დაბალია. მტერი გიყვარდეს კი არა, მოყვას ის სიყვარულიც გვიჭირს დღეს არ უნდა ასე ვთქვათ გაგვიკვირდეს ეს, მაგრამ როდესაც ვისაც ეს შეუძლია, ვინც ამას აკეთებს, ის არ უნდა განვიკითხოთ პირველი. და ჩვენ რომ არ შეგვიძლია, ამის გამო არ უნდა დავმწუხდეთ, უნდა გვესმოდეს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე, ადამიანის მიმართ მიმტევებლობა და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სწორი ხედვა საკუთარი თავის. აი ერთ-ერთ ეპისტოლეში, გასული წლის ეპისტოლეში პატრიარქი წერდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შეიცნოს საკუთარი თავი. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ადამიანი თუ თავის თავს ვერ ხედავს, ის არასოდეს ვერ იქნება ობიექტური, ის არასოდეს ვერ შეაფასებს მოვლენებს სწორად. და პატრიარქი ამბობს, რომ ზოგს გონია, რომ თითქოს არ არის ძნელი, რომ შენი თავი დაინახო, იცოდე, ვინ ხარ შენ. სინამდვილეშიო, სამი არის, ასე ვთქვათ, სახე საკუთარი თავის დანახვის. ადამიანის ხედვის უბრალოდ. ერთია რას ფიქრობს ადამიანი საკუთარ თავზე, მეორეა რას ფიქრობენ ჩვენზე სხვა ადამიანები და მესამეა რას ფიქრობს ჩვენს შესახებ ღმერთი. ერთადერთი სწორი ხედვა არის რას ფიქრობს ჩვენს შესახებ ღმერთი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ხედვა მივიღოთ, თუ რასაკვირველია, თუ შევეცდებით, აი სწორედ ღვთის დახმარებით ჩავრმავდეთ ჩვენ საკუთარ თავში და რა არის კიდევ ერთი აი პირდაპირ ესეთი რჩევა ეკლესიის რჩევა როგორ შეიძლება რომ ადამიანმა დაინახოს თავისი ნაკლოვანი მხარეები ადამიანმა უნდა დაიწყოს ძალიან სერიოზულად ყველა მცნების შესრულებაზე ზრუნვა და როგორც კი ადამიანი იწყებს ფიქრს რომ აი მე უნდა შევასრულო უფლის მცნებები აღმოაჩენს რომ არც ერთი მცნების შესრულება მას არ შეუძლია სრულყოფილად და მარტო რასაკვირველია ღვთის გარეშე და ამიტომ ადამიანში ჩნდება აი უკმაყოფილება საკუთარი თავისა და განცდა ითვისთაცობა და ეს არის ერთადერთი საშუალება რომ ჩვენ არ ვიყოთ აგრესიული რომ ჩვენ სხვასაც მიუტევოთ და რაც მთავარია ვაღიაროთ რომ ჩვენი უძლურება დაიძლევა მხოლოდ ღვთის მადლთან შეხების ჟამს, ღვთის მადლთან ზიარების ჟამს და აი მივმართოთ უფალს. მაგრამ აი მე მაინც ვიტყვი რომ თავარი ტრაგედია ჩვენი საზოგადოების არის რომ მან არ იცის თავის თავი. ის ვერ ხედავს საკუთარ უძლურებას. და აი ეს არის თავდაბლობა არ აქვს დღეს საზოგადოებას. შესაბამისად არის ესე თქვათ
სწორედ ამის საწინააღმდეგო ცოდვა ეს არის თავდადავლობის საწინააღმდეგო არის ამპარტავნება. ის არის დაჯერებული საკუთარ თავში, ის არის ძალიან კატეგორიული, ეს კატეგორიული აზროვნება, ეს ესე ვთქვათ, ესეთი სიხისტე, შეფასება, ამიტომ ხდება, რომ ადამიანს არ შეუძლია სიყვარული და სინამდვილეში ადამიანი, რომელიც მიუხედავად თავისი მრავალი სისუსტისა, მრავალი შეცდომისა ცხოვრებაში ღმერთისგან მაინც ძალიან ბევრ სიკეთეს ღებულობს. ჩვენ ისეთ არ ვაფასებთ, აი ჩვენ როგორია ადამიანის უმადურება. ჩვენ რაც მივიღეთ ის თითქოს ჩვენ გვეკუთვნის და რაც არ მივიღეთ, აი ის არის უსამართლობა, რომ ჩვენ ეს არ მივიღეთ რაღაც ცხოვრებაში. ანუ ადამიანი საბოლოო ჯამში ადამიანი ღმერთსაც განიკითხავს. აი თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი არის დრტვინვაში. დრტვინვა ეს არის ესეთი მუდმივი უკმაყოფილება ბედით. აი ძალიან ბევრი ადამიანისგან გაიგონა ბედი არა მე რა ბედი მაქვს აი ყველა ისია და მე ესე ვარ და აი ესეთი მუდმივი ესეთი რაღაცა ჩივილი საკუთარი მდგომარეობის გამო სიხარბე და ეს იმას ნიშნავს რომ შენ რაც მიგიღია იმასაც არ იმსახურებ და შენ იმაზე მეც სითხოვს რაც მიიღე შესაბამისად აი ეს მადლიერება ადამიანს ჩვენ გვჭირდება მადლიერება ჩვენ და როდის მოდის ეს მადლიერება როდის შენ დაინახავ რომ შენ რამდენი რამ მოგეცა და შენ ამის საპასუხო ნაბიჯი ვერ გადადგი შენ არ დაუბრუნე ის სიყვარული ღმერთს რომელიც შენ მან მოგანიჭა და იმის გამო რომ შენ ეს სიყვარული არ დაუბრუნე შენ გამოიფიდე შენ რო სიყვარულს უბრუნებ ის სიყვარული კიდე 100-წილად გიბრუნდება და აი ეს არის მუდმივი ზრდა ადამიანის მუდმივი წრე ესე იგი ღმერთი გაძლევს სიყვარულს შენ ამ სიყვარულის სანაცვლოდ დგამ ნაბიჯს სიკეთის ნაბიჯს და კიდევ მეც განიჭებს ღმერთი და იზრდება ადამიანი სულიერად და ის სულ მადლიერია ღმერთის და თუ მის ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება ის ამას ღებულობს როგორც სრულიად კანონზომიერ მოვლენას კანონზომიერს, იმიტომ რომ ჩვენი რასაც ვღებულობთ, იმის მეასეც, მე-1000-ს უბრუნებთ ღმერთს. ჩვენ ძალიან ბევრს ვცოდავთ. აი ეს არის სინანული, განცდა ითვისთა ცოდვა და ადამიანს აკეთილშობილებს და განაწყობს იმისთვის, რომ მიუტევოს სხვა ადამიანს, განაწყობს იმისთვის, რომ უფალს მიმართოს შენდობისათვის. აღდგენისათვის და აი ღმერთი აღადგენს ადამიანს და აი ეს არის ერთადერთი გზა რომლითაც დღეს ჩვენი საზოგადოება გამოვა ამ კრიზისიდან სანამ ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრიერი ამით დავიწყეთ ჩვენ საუბარი მინდა ამას დაუბრუნდე და ჩვენ აი სწორედ ამ ღვთისმშობლის დიდმა წყალობამ მოაშუშა ჩვენი ჭრილობები და ჩვენი წყლულების საუკუნეების მანძილზე ის გვეხმარებოდა რომ ჩვენ აი მიწასთან გასწორება არაერთხელ იყო გასწორებული მიწასთან ჩვენი ერი სხვადასხვა კუთხეები თუნდაც მთელი ერი რამდენი საუკუნოვანი ისე ვთქვათ მონობაში ვიყავით ხან მონღოლები ხან არაბები თურქები სპარსელები ძალიან მძიმე იყო ჩვენი ხვედრი მაგრამ ნახეთ როგორი კულტურა შექმნა ქართველმა ესე იგი სხივიანი ესე თქვა სიყვარული სითფოთისავსე როგორი სიმღერა როგორი ცეკვა როგორი იმედი როგორი აი მადლიერება ძალიან ნათელია ეს ჩვენი ისტორია რატო იმიტომ რომ ღმერთი სწამდა და ღმერთი აღადგენდა მას და ეს არის ქართული საქართველოს ისტორია ქართული კულტურა ეს არის გამარჯვების ისტორია გამარჯვების კულტურა ეს არის შემდგარიერია ჩვენი ერი აი ჩვენ ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობდა ერთ-ერთ ერზე არ ვიტყვი ახლა რომ ეს ერი შემდგარიერი არის არ მინდა ახლა ვთქვა რომელ ერზე ამბობდა და რომელი ფილოსოფოსი ამბობდა შემდგარიერი არის ჩვენ შემდგარიერი ვართ ჩვენმა ერმა გადალახა რაღაც ის აი ჯვარზე გაეკრა და აღდგა და არაერთხელ და დღესაც ეს გველოდება, აღდგომა გველოდება, ოღონდ ჯვარცმის გზით. აი ჩვენ ჯვარცმა რას ნიშნავს, რომ ჩვენ დავითმინოთ ეს ჭირი და ბოროტებაზე ბოროტებით კი არ უპასუხოთ, სიკეთით უპასუხოთ. და შესაბამისად ღვთისმშობელი გვეხმარებოდა ჩვენ, რომ ჩვენ არ ყოფილიყავით გაბოროტებული ერი.
რომ ჩვენ ყოფილიყავით სწორედ ჩვენ რა შეგვეძლო ჩვენ ტერი გვიყვარდა ჩვენ ტერი არ გძულდა დღემდეც აი წარმოვიდგინეთ დღემდეც აი ხო ერთმანეთს როგორ ისა ვართ არ მინდობთ ერთმანეთს მაგრამ აი უცხოს დღესაც ვპატიობთ აი იგივე აფხაზს იგივე ოს იგივე რუსს რამდენი ტკივილი მივიღეთ ხო დღესაც ვპატიობთ წინა თურქებმა სპარსებმა ჩვენ სპარსელებმა რა გავიკეთეს არ ვუხსენებთ ამას არავის ჩვენთან ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ მუსულმანები და ადა სტუმარად რო ჩამოდიან ვის უხსენებთ რომ შენ ასეთი იყავი და ისეთი იყავ არავის ჩვენ აი ეს უნარი დღემდე შემოგჩა და ეს არის დიდი კულტურა და ჩვენ შეგვიძლია რომ აი ესე დაუბრუნდეთ აი ამ დიდ კულტურას და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ღვთისმშობლის თაყვანისცემა აღდგეს ჩვენს ქვეყანაში და ქართველმა ერმა ღვთისმშობლის დახმარებით გადალახოს აი ეს წინააღმდეგობები დაუბრუნდეს ეკლესიის წიაღს ჩვენ ქრისტიანები ვართ მაგრამ რაღაცა ყველა ადგილობრივ ეკლესიას აქვს თავის ტრადიცია აი ჩვენთვის გამორჩეულია ღვთისმშობლის შემდეგ წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, წმინდა ნიკოლოზი არიან ესეთი წმინდანები რომელთაც მთელი ერი ეთაყვანება და შესაბამისად აი მათი არსებობა ჩვენ გვეხმარება იმაში რომ უფალთან მივიდეთ უფალთან მისვლაში უფლის მადლთან ზიარებაში გვეხმარებიან და შესაბამისად ეს რასაკვირველია ამ სათავეში აი ამ ჩვენი მფარველების დგას ღვთისმშობელი ჩვენ როდესაც ღვთისმშობელთან მივალთ ახლოს როდესაც მის ხატებს რომელიც აი ეს ორი დიდი სასაუთმოქმედი ხატია აწყურის და ივერიის აწყურის როგორც უკვე ვახსენეთ ხელთუქმნელი ხატია რატო დაერქვა აწყურის იმიტომ რომ აწყურში როცა ანდრია ხადაგებდა იქ იმ აწყურის ესე იგი მთავრის ესე იგი ქრივი იყო მთავრის ქრივი იყო მაშინ მთავარი და იმის ვაჟი იყო გარდაცვლილი ახალგაზრდა და ანდრიამ აღადგინა მკვდრეთით და აწყურის ღვთისმშობელი დაერქვა ამას და აწყურში იყო საუკუნეების მანძილზე და უამრავი სასწაული აქვს აღსრულებული ამ ხატს და ივერიის ღვთისმშობელი წარმოიდგინეთ თქვენ 80-იანი წლებიდან მისი ასლი ესე იგი მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა და მირონის მდინარე იყო და ადამიანებს კურნავდა მის წინაშე ლოცვა და ამ მირონთან შეხება და 15 წლის შემდეგ 1997 წელს 82 წელში დაიწყო ამ მირონის დენა 15 წლის მერე ესე იგი მოკლეს ამ ხატის მცველი იყო ასეთი იოსებ მუნიოსი ასე ვთქვათ ესპანური წარმოშობის მცხოვრები კანადაში ქრისტიანი მართლმადიდებელი და მოკლეს და ეს ხატი გაუჩინარდა და გავიდა ზუსტად 10 წელი და ამ ხატის ასე ვთქვათ რეპროდუქციიდან დაიწყო ამ მირონის დენა რომელიც ჩამობრძანებული იყო საქართველოში 4 წლის წინ და ძალიან ბევრ ადამიანს ქონდა საშუალება ენახა ეს მირონდინარე ხატი და თელ სოფლიოში ცნობილია რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატი ახდენს სასწაულებს და მას აღიარებს ყველა ეკლესია რუსეთის საბერძნეთის სერბეთის ბულგარეთის ანტიოქიის ყველა იერუსალიმი ყველგან არის ეს ხატი და დედანი სად არის ქართულ მონასტერში რომელიც ზღვით მოვიდა ქართულ მონასტერში მოვიდა ზღვით და გაბრიელ ბერმა გამოაბრძანა ეს ხატი აი ეს ორი ხატი მოგზაურობდა 2 წლის განმავლობაში საქართველოში და ეს ამხრივ ჩვენ და არავინ არ იცის და ძალიან ნაკლებად იყო ორი მიზეზია ერთი რომ ესე იგი ზოგადად სარწმუნოების მიმართ არის ასეთი ძალიან ნელთბილი დამოკიდებულება არ ცხოვრობს საზოგადოება სულიერად და მოთხოვნილებაც ესეთი ძლიერი არ არის შესაბამისად მაგრამ არის ძალიან დიდი მტრობა ზოგადად ეკლესიის მიმართ სარწმუნოების მიმართ რაც მე ვფიქრობ გამომდინარე აი ამ ბოლო საუკუნეების არასარწმუნოებრივი მსოფლმხედველობებიდან რომლებიც მატერიალისტური მსოფლმხედველობებია გავრცელებული და უწინური სოფლიოში და ეს საქართველოში შემოსულია შესაბამისად მე-19 საუკუნიდან მოყოლებული განსაკუთრებით აი მე-20 საუკუნეში და შესაბამისად აი ეს სული ასეთი თქვათ ან ურწმუნოების
ან ნელთბილი ქრისტიანობის, ნელთბილი სარწმუნო, როდესაც ამბობს, რომ ღმერთი მწამს, მაგრამ ეკლესია არ არის საჭირო. აი ის საიდუმლოებითი კავშირი ღმერთთან, რომ ღმერთთან შეხება, სულიერი მადლის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ შენ სიკეთე დაამარცხოს ბოროტება, აი ეს განცდა დღეს არ არის და შესაბამისად საზოგადოება დაკავებულია აი ყოველდღიურობით, ამქვეყნიურობით, ანუ სასწოება იმაზე, რომ ღვთის მადლი ჩვენ ცხოვრებას შეცვლის, ფერისვალებას მოახდენს, აი ეს სასწოება არ არის და აი ზუსტად ღვთისმშობელთან მისვლა ამ სასწოებას გააძლიერებს, ჩვენ სასწოებას გააძლიერებს და შესაბამისად ერი დაძლევს აი ამ კრიზისულ ვითარებებს, რომელიც არის ყოველ ფეხის დაბიც. ძალიან დიდი მადლობა მეუფრესიც ლამაზ საუბრისათვის, თუმცა ეს ყოველთვის არის ჩვენთან რაღაცნაირად სამხრივი არის ხოლმე ეს გაგება ყველაფერში, ჩვენ ყველა ღმერთთანაც, მშობელთანაც ყველასთან გვინდა რომ ჩვენ გაგვიგონ და ჩვენ იქითკენ არაფერს არ ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაღაცა ადამიანს რაღაცა კმაყოფილი მაინც იყოს იმით და მიხვდეს რომ გვიკეთებს რაღაცის მადლიერების გნობის გამოხატვა მართლა გვიჭირს და აუცილებლად ბოლო ნახევარ საათში, აი ხა სარეკლამო ჭრის მერე აუცილებლად დაბრუნდები და იმ კითხვას დაგისვამთ თუ რატო არის ცალმხრივი და შემდეგ აუცილებლად კიდე იმ კითხვას დაგისვამთ რომ აი ეკლესიის გარეშე როგორ შეიძლება ეს ადამიანები საერთოდ არსებობდნენ და თუ შეიძლება დაგველოდეთ არ გადარსტოთ, ან რო გადარსტოთ, ისევ გადმორთეთ, ჩვენ დავბრუნდებით ზუსტად 5 წუთში. აი დაგიბრუნდით აუცილებლად დავსვავ იმ კითხვას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოც არის დღეს ადამიანი ძირითადად აი რაღაცა უკმაყოფილო იმით არის, რომ ყველას გონია ჩვენ რომ ჩვენ ყველაფერი ის რაც ჩვენ თავზე ხდება გვეკუთვნის და ყველაზე მაგარი ის არის რომ რაც კიდე გვაკლდება, კიდე ის გონია რომ დაგვაკლო ღმერთმა იმ ადამიანმა, ვინც ჩვენს ირგვლივ არიან, იმ ადამიანებმა ჩვენს გარშემო მიციან ეს იქნება მშობლები, ნათესავები თუ ვინც არ უნდა იყვნენ, გონია რომ ჩვენ ვალდებულნი არიან ყველა რომ გვემსახურონ და ჩვენ იქითკენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ მათი ვალდებულებაა რა გაჩნდნენ ჩვენს გამო თითქოს და მარტო მათ უნდა აკეთონ და ეს ყველაფერი დამოკიდებლად ცალმხრივია მათ შორის ღმერთთანაც და იმ ადამიანებთან და ჩვენც აქეთ ძალიან ბევრ გულს ვტყენთ ხოლმე და ამას აუცილებლად ვკითხავ მეუფეს, იმიტომ რომ ყველა ვართ გაეგოისტებული მეუფე და არ შემიძლია თქვენ არ გკითხოთ, ალბათ ბევრი ადამიანი შეგხვედრიათ ეგეთი რომ გონია რომ უბრალოდ უნდა ემსახურო მას. ამ ადამიანებს არა მარტო თქვენზე გონიათ მეუფე, არა მარტო პატრიარქზე გონიათ, რომ თქვენ რაღაცა ვალდებულნი ხართ, მარტო რაღაცა ისა, ღმერთზეც გონიათ, რომ აი ცალმხრივია რა, აი ღმერთმა მე უნდა ვაშაო, მე უნდა ვიარო, მე უნდა გავაკეთო და ის უნდა მემსახუროს. ესე არის, თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინებ ჭყალებში, ესეთი ძალიან ცუდი ის არის, ხო, სლოგანი აქვს თუ რა. აი ეს უმადური ადამიანები შემდეგ არიან, რომ რაღაცით უკმაყოფილონი რჩებიან, იმიტომ რომ არ იმსახურებენ, ისიც არ მოძდით მათ და შემდეგ მოდიან აგრესიულად. და აბეზრებენ ადამიანები ერთმანეთს თავს თელ საქართველოს თითქმის ერთმანეთი ყავს უკვე მობეზრებული, ყელში ამოსული და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა ვქნათ მეუფე? და როგორ უნდა გავითვალისწინოთ ის ყველაფერი და როგორ უნდა შევიგნოთ, რომ ვიღაცა ვალდებული კი არ არის, უბრალოდ ღვთისწყალობაა, რომ ჩვენ გვეხმარება. თორე ჩვენ არაფრთან განსხვავდებით ვიღაცისაგან. და ეს ცალმხრივი უკვე ადამიანისათვის დამღლელია, მშობლისათვისაც კი დამღლელია, რომ შეიძლება ხვალე ზურგი გვაქციონ. აი ამ ჩვენი საქციელის გამო. რატო როგორ არ უნდა დავჩეთ მარტო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხალხი უკვე იმდენად მოაბეზრა ხალხმა ერთმანეთს თავი, რომ გაურბის ერთმანეთს. დიახ. და ღმერთის გარეშე როგორ არ დავჩეთ, ღმერთს ხომ მოაბეზრე და მოაბეზრე. ძალიან სახიფათოა, როდესაც ადამიანი პირველ რიგში ჩვენ უნდა ვახსენოთ აი ურთიერთობა ღმერთთან. ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან. რასაკვირველია, ღმერთმა, რომელმაც შექმნა ადამიანი მარადისობისათვის, უკვდავებისათვის. აი ამ უკვდავებაში ისეთი ნეტარებისათვის, რომელიც თავად ღმერთშია. ანუ ადამიანი ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ მან განიცადოს მაქსიმალურად ის სიკეთე, რომელიც არის თავად ღმერთში. ესე იგი, ადამიანი შექმნილია უდიდესი ნეტარებისათვის. აი ღვთაებრივი, უმაღლესი ნეტარებისათვის და ისია შექმნილი ადამიანი, რომ მან შეიძლება ეს დაიტიროს. აი ეს უზარმაზარი ღვთაებრივი სიკეთეები შეიძლება დაიტიროს და ნახეთ როგორი სიტყვები აქვს ღვთისმეტყველებაში, რომ
ადამიანი უნდა გახდეს ღმერთი, ოღონდ ის ვერ გახდება ბუნებით ღმერთი. იმიტომ რომ ბუნებით ყოველთვის დარჩება ადამიანი, მაგრამ მადლით შეიძლება გახდეს ვითარცა ღმერთი. ამიტომ ადამიანის ესე იგი დანიშნულება ღვთისმეტყველებაში არის განღმრთობა, გახდეს ვითარცა ღმერთი. გახდეს ვითარცა შვილი ღვთისა, როგორც აი მისი ესე ვთქვათ თანახელმწიფე მასთან, მისი მემკვიდრე. ეს არის საოცარი სიკეთე, რომლისთვისაც ღმერთმა განამზადა ადამიანი. და მაგრამ აი ნახეთ რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ღმერთმა რასაკვირველია ეს ყველაფერი ადამიანს მისცა ამის შესაძლებლობა, ამისთვის შექმნა ადამიანი, მაგრამ ადამიანმა შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადადგას. ადამიანმა უნდა დააფასოს ეს საოცარი სიყვარული ღვთისა, ეს საოცარი წყალობა ღვთისა. მან უნდა გამოხატოს ეს პირველ რიგში, რაში უნდა გამოხატოს, რომ თქვას, რომ აი მადლობ შენ ღმერთო. ჯერ ესე იგი აღიაროს, რომ არსებობს აი ეს საოცარი სიკეთე, რომელსაც ქვია სიცოცხლის წყარო ჩვენი და სიკეთის წყარო თავად უფალი, თავად ღმერთი. აღიაროს და აღთოვანდეს ჯერ მისი დიდებულებით, რომ ასეთი დიდებულია იგი, ასეთი კეთილია, ასეთი მშვენიერი, ასეთი ბრძენია და მეორე მხრივ აღთოვანდეს იმით, რომ ეს ყველაფერი ღმერთს უნდა ადამიანისთვის. რომ ამას ყველაფერს ღმერთი მზად არის, რომ ადამიანს როგორც მშობელმა შვილს აი ყველაფერი რომ უნდა რომ მისცეს, რაც მას გააჩნია და არაფერი არ შურს, ხო? აი ესე ამით უნდა აღთოვანდეს, რომ ღმერთი ამასაც გვაძლევს და რასაკვირველია ეს უნდა იყოს უსაზღვროდ დიდი მადლიერება, აი ასეთი ჩვენს მიმართ დამოკიდებულებისათვის და ძალისაებ ჩვენისა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ღმერთს არ დაამწუხრებს. და რაც თავარია, ჩვენ თუ არ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯი, შესაბამისად ჩვენ იმ სიყვარულს დავცილდებით, რომელსაც ღმერთი გვთავაზობს. და აი ის რაც მოხდა, რომ ადამიანმა სწორედ ეს ვერ მოახერხა. ადამიანმა პირველმა ადამიანებმა, ადამმა და ევამ გადადგეს საწინააღმდეგო ნაბიჯი. გააკეთეს არა ის, რაც ღმერთმა უთხრა და ისევ თავისთვის კი არ უთხრა. ღმერთს თავისთვის კი არ ჭირდებოდა, რომ მათ ეს კანონი და მცნება დაეცვა. არამედ ადამიანის სულიერი განვითარებისათვის. ადამიანს უნდა გამოეხატა სიყვარული და რაში უნდა გამოხატოს ადამიანმა ღმერთის სიყვარული, რომ მისი მცნება დაიცვას, ხო? ვისაც რომ მე უყვარდეო სახარებაში, ჩემი მცნებები დაიმარხოსო და აი ეს არის შენი მადლიერება, რომ მის მცნებას დაიცავ. და ამათ რაღაცას უარყოფ, ხო? აი რაღაცას მოიკლებ, ხო? რაღაცისგან თავ შეიკავებ. ეხლა ბევრი რამე შეიძლება მინდოდეს, მაგრამ თუ ღმერთს ეს ათნოება თუ არ მოსწონს და არ მირჩევს, თავი უნდა შევი. აი ეს არ გააკეთა პირველმა ადამიანმა. და დაკარგა ეს საოცარი სამოთხე. და შემდეგ ეს კაცობრიობის ისტორია სულ უფრო და უფრო როიტყვიან აი დასცილდა უფალს და ამან განამრავლა ეს ცოდვები. მართალია მაცხოვარი მობზანდა და მან აღადგინა ეს გაწყვეტილი კავშირი ღმერთთან. და ისინი, ვინც ბოლომდე დაუბრუნდნენ ამ გზას, ცხონების გზას, ისინი უკვე აქ დედამიწაზე იყვნენ ღმერთშემოსილები. მათი უკვე სამოთხე იყო მათ გარშემო, ცხოველები ემსახურებოდნენ, კურნება შეეძლოთ ადამიანების ლოცვით, წარსულს ხედავდნენ, მომავალს ხედავდნენ, ადამიანების აზრებს განჭვრეტდნენ. ანუ ესენი იყვნენ უკვე დედამიწაზე ანგელოზებრივ მდგომარეობაში. ღმერთშემოსილი ადამიანი. ანუ შეიძლება აქაც მიაღწიო უკვე ადამიანმა, მაგრამ რა პირობით თუ ცნებებს იცავ. მაგრამ არ არის ადვილი ესეთი სულიერი ცხოვრება და შესაბამისად ძალიან დიდი ნაწილი სცილდებოდა და დღემდე სცილდება ღმერთს და ჩვენ ვხედავთ, რომ დაწინასწარმეტყველებიც არის, რომ ბოლო საუკუნეებში მეორედ მოსვლის წინ ეს ხარისხი რწმენის შესუსტების ძალიან მაღალი იქნება. თუმცა
იქნებიან ასეთი ქრისტიანები, რომლებიც შეინარჩუნებენ და არის წინასწარმეტყველება, რომ ერთ-ერთი ასეთი ოაზისი იქნება ღვთისმშობლის წილხვედრი ეკლესია საქართველოს. მაგრამ ასევე არის ნათქვამი, რომ თუ შენ არ გაუფრთხილდები აი ამ შენს შესაძლებლობას, შენ მას დაკარგავ. როგორც დაკარგა ებრაელმა ერმა. ებრაელ ერს იყო რჩეული ერი, მოწოდებული იყო, რომ ქრისტე ეღიარებინა და ქრისტეს ეკლესიის შექმნით მთელი მსოფლიოსთვის მიანიჭებინა აი ეს სიკეთე. ებრაელი ერის ნაწილმა შეძლო ეს, მოციქულები ებრაელები იყვნენ, ღვთისმშობელი ებრაელი იყო, მაგრამ უმრავლესობამ ეს ვერ შეძლო. აქაც ისევე არ უნდა მოხდეს, რომ აი არის პატრიარქი, არის რაღაც ნაწილი სამღვდელოების ბრევლის, რომელიც მიხვება უფალს პატრიარქის წინამძღოლობით, მაგრამ მთელი ერი ჯერ ვერ დაუბრუნდა. და ეს შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ, რომ დაუბრუნდეთ ამას. და შესაბამისად, აი ეს შეიძლება მხოლოდ მადლიერებით, მხოლოდ იმის გააზრებით, რომ უფალი წარსულშიც წყალობდა ნებისმიერ ერს, ნებისმიერ ადამიანს, დღესაც იგი წყალობს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ამას. ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ჩვენ, ესე იგი, შესაბამისად არ ვუბრუნებთ ამ სიყვარულს, ამ მადლიერებას, ესე იგი ვთქვათ, არ შეგვიძლია დავინახოთ, იმიტომ რომ ჩვენი სული არის გამოფიტული. სულიერი ხედვა, აი ნახეთ რა საოცარი სიტყვებია სახარებაში. თვალი ქონდეთო და ვერ ახედავდეთ. ყური ქონდეთ და არ აგესმოდეთო. აი რა არის ეს უგზნობელობა? საიდან მოდის? ეს მოდის ადამიანის სულიერი სნეულებიდან. როცა ცოდვების გამრავლდება, აი პავლე მოციქული ამბობს, რომ მათო სინდისი დამწვარი ქონდათ. ანუ შეიძლება ადამიანის შინაგანი უნარი, რომ გაარჩიოს კეთილი ბოროტისაგან, მან დაკარგოს. და ეს ისტერია, ეს აგრესია, ეს უმადურება, ეს ყველაფერი არის გამოფიტული სულის ნაყოფი და ნიშანი, დიახ. და შესაბამისად, აი ზუსტად აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი ითხოვს მხოლოდ და ცალმხრივად და არ ფიქრობს იმაზე, რომ მან ის რაც უკვე მიიღო, კარგი სიკეთე, მან გადადგა ნაბიჯი ამ საპასუხოდ, აი ამ სიყვარულის, ღვთის სიყვარულის საპასუხო, სიყვარული გამოხატა ღმერთის მიმართ, ადამიანების მიმართ და აღმოჩნდება, თუ ღრმად ჩავიხედავთ, რომ ამაზე არ ფიქრობს ადამიანი. ადამიანი ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ იგი არის დაჩაგრული, რომ იგი არის რაღაცა სხვებთან შედარებით, მისი ბედი არის ძალიან, ესე ვთქვათ, ძალიან, ესე ვთქვათ, არა, ასე ვთქვათ, დამაკმაყოფილებელი მისთვის და მუდმივი ესეთი დრტვინვა, მუდმივი საყვედური, ჩივილი, ჯერ შეიძლება თავისი ოჯახის წევრების მიმართ, მერე შეიძლება ეს გავრცელდეს საზოგადოების მიმართ, იგივე ხელისუფლების მიმართ და ბოლოს შეიძლება მივიდეს ეს ღმერთთანაც და ჩვენ მოგვისმენია, რომ რა დავაშავეთო ღმერთმაო, აი ესე რომ დაგვსაჯაო. და ამაშია საქმე, რომ ღმერთი არ გვსჯის ჩვენ, არ გვსჯის. ჩვენ ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო. და აი თუ ჩვენ მიუხედავად იმისა, აი ჩვენ რო ვამბობთ, რომ აი რა კიდე სათანადოდ არ ვისჯებით. კიდე არ ვისჯებით იმ ცოდვებისთვის, რასაც ჩვენ ჩავდივართ, იმდენად არ ვისჯებით. და თუნდაც ის რომ პატრიარქი მოავლინა ჩვენთან. რა დამსახურება ქონდა ჩვენ ფაქტიურად ეკლესიები დავანგრიეთ, ხატებს თვალები დავთხარეთ და ნუ ეს ნაწილმა გააკეთა, მცირე ნაწილმა, არა, წინ არავინ არ აღუდგა ამას. ამის მონაწილეობა დუმილით ჩავიდინეთ ეს და ეს ბოროტება და შესაბამისად ღმერთმა ესეთი მოციქული მოგვივლენა და ჩვენ ვლაპარაკობთ მის ხარვეზებზე და მის პერიოდში 40 წლის მოღვაწეობის აი ამ მე ვიტყოდი ესეთი ჯვარცმული პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაცა ეკლესიაში რაღაც ხარვეზებზე, როცა ეკლესიის საშუალებით ძალიან ბევრი სიკეთე შემოვიდა და ბევრი ტკივილი და ბრწყილობა განიკურნა და სული მოშუშდა. აი ეს არის უმადურების მიზეზი, რომ ადამიანი გამოფიტულია სულიერად და ვეღარ არჩევს აი იმ სიყვარულს, იმ სიკეთეს, რომელიც მოიდა პირიქით
ესე იგი აქვს განცდა რომ აი იგი არის დაჩაგრული მას ესე იგი ცუდად მოექცნენ და ყველაფერი დამნაშავეა მის წინაშე და აი ეს აძლევს მას უფლებას რომ იყოს აგრესიული, იყოს ისტერიული და აქედან ნევროზები ეს ძალიან ნევროზულია სიტუაცია, სტრესულია სიტუაცია. ადამიანები ესე ვთქვათ ძალიან ძნელად ურთიერთობა უჭირთ ადამიანებს ერთმანეთთან. მოდით ესე ვთქვათ, ოჯახების მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. აი მეუღლეებს უჭირთ ერთად ურთიერთობა. ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა. ჩვენ ამის მოწმევა 75% ამ სტატისტიკით. ძალიან დიდია ეს და რატო? იმიტომ რომ ესე იგი მეუღლეობა ეს არის უდიდესი სიმაგრე ყოველი პიროვნებისა. ორი ადამიანი ერთად, რომელთაც უყვართ ერთმანეთი. ეს არის ისეთი ძალა, რომ აი ყველაფერს გაუძლებს, ყველაფერს გადაიტანს, მაგრამ სიყვარულია საჭირო და სიყვარული საიდან მოდის? ღმერთისგან. რატო არის ქორწინება აუცილებელი ჯვრისწერა ეკლესიაში? იმიტომ რომ ღმერთი გაძლევს იმ ენერგიას, რომელიც ორ ადამიანის ადამიანურ ძალებს განამტკიცებს და თუ ეს ენერგია არ არის, ეს სიყვარული მალე ვერ უძლებს იმ ასე ვთქვათ ცხოვრებისეულ ტვირთს და ნახეთ მეუღლეებში რა ხდება ერთი ამბობს რომ აი მან ასე ვთქვათ ვერ იტვირთა ერთი მეორეზე ორივე და უკმაყოფილოა ერთმანეთზე და ორივე ერთმანეთისკენ იშვერს ხელს და ამბობს რომ აი მან არ გასწია ის მეუღლეობა რომელიც საჭიროა და ფაქტიურად ადამიანები ვერ უძლებენ ერთმანეთს ვეღარ უძლებენ რატო? იმიტომ რომ აი ეს ღვთაებრივი სიყვარული არ აქვთ ის ძალა რომელიც ამ სიყვარულს შენ დასახარებაში წერია სადაც ორი ან სამი ადამიანი ჩემი სახელით მე ვარ მათ შორის ესე იგი თუ ეს ოჯახები იქნებიან უფლის სახელით და უფლის მადლით, ესენი არ დაირღვევიან და არ არიან უფლის მადლით და შესაბამისად აი ყველა სფეროში არის ძალიან დიდი სიცარიელე, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, აი დეფიციტი სიყვარულისა, დეფიციტი მადლისა და წყარო სიყვარულისა. სახარებაში რა წერია რომ ღმერთი არის სიყვარული, თვითონ ღმერთია. ერთხელ მამა გაბრიელმა ასე თქვა, რომ აიო, ერთმა კითხა, როგორ მოვიპოვოთ სიყვარული. აიო, წარმოიდგინეთო, რომ ხარ ზამთარშიო, ტყეშიო. და იყინებითო. და უცებ დაინახავთო, რაღაც შორს კოცონს. დიდი კოცონი ანთიაო. რას გააკეთებ? მიხვალთო, ხო, გათმებითო. ხო და თუ შორიდან დაუწყებ ყურებასო, ხო ვერ გათმებიო. აი ესე არისო ადამიანიც. ღმერთი ეს არის ღვთაებრივი ცეცხლი. ღვთაებრივი სიყვარული. თუ მიხვალ მასთან, გათფები, აღივსები ამ სინათლით, სითბოთი, სიყვარულით, მაგრამ შორიდან უყურებ ჩვენ და მასთან მისვლა რას ნიშნავს? უფალმა ბრძანა. ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არის და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არის. რომელმა სჭამოს ხორცი და სვლა სისხლი ჩემი, მე ვიყო მასში და ის იყოს ჩემში. მე უფალი გვეუბნება შემომიშვი. შენთან შემოვდივარ, შენ სულში შემოვდივარ, შენ სხეულში შემოვდივარ. აი ჩვენი ერის სისხლში ღვთაებრივი სისხლი ჩქებთა და ამიტომ გადარჩა და მოვიდა დღემდე. და დღეს ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ აი ამ სისხლისგან ვარ დაცილებული. მცირე ნაწილია ძალიან. აი ამას უნდა დაუბრუნდეს ერი. აი ამ ღვთაებრივს, აი ამ მადლს, წყაროს სიცოცხლისას. დიახ და ჩვენ რატო აი ჩვენ აი ანუ საქართველოს ცხოვრება ადამიანს ჩვევია ეს მომენტი რომ რაღაც გაუბრალოებს აი ღმერთებს და დიდებს უთამამდებით ხოლმე მე თუნდაც აი ეს პატრიარქი ესეთი უბრალო რო არის ის სასულიერო პირი ისეთ უბრალონი რო არიან ისე ვერ ვითავისებთ ისე ვერ იმაშვებით აქ ისე პატის ვერ მივაგებთ სამწუხაროდ ჩვენ და ნებისმიერ იმ ადამიანს ვინც სიტყვაზე უბრალოდ მოგექცევა ვინც უბრალო არის ხო ყოველთვის რაღაცნაირად სანანებას უხდით ხოლმე შემდეგ მის უბრალოებას და ყოველთვის ყველა ცდილობს შენს ირგვლივ სადაც უბრალოდ იქნები რომ სადღაც შენ ზემოთ ვიღაც დადგეს რა და ყოველთვის აი რაღაც სანანებელი გიხდება რომ აუ მე რო აი ხა ჩემ ადგილას დამეჭირა თავი ეს ხო ამდენს არ გამიბედავ და აი ეს მომენტი როგორ არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდი გავაკეთეთ ჩვენ და ძალიან მაგრა ვატკინეთ მე მგონი ძალიან ბევრ სასულიერო პირს უწმინდეს ვატკინეთ რაც თავარია და აი რაღაცა სუის მახსენდება ხოლმე ის ფრაზა აი ღმერთებს და დიდებს გაუთამამდით რა თითქოს აი ესე გავა ადამიანეთ ეს
წმინდა კაცი, რომელმაც აი აქამდე მართლა მოგვიყვანა თავის თელი სიბძნით და ყველაფრით, იმიტომ ჩვენ მართლა არ ვიარსებებდით უკვე, აღარც ვიყავით თითქმის და ჩვენ რა ვიყავით ერთი ეკლესიის დამგრევი ადამიანები, მეტი არც ვიყავით, ხო? აი ეს მომენტი შემოაბრუნა, წარმოიდგინეთ, აი ამ ხელა სიმაღლეზე აგვიყვანა, რომ ღმერთთან დაგვამეგობრა ადამიანები და ჩვენ ამის დაუნახავნი ვართ. აი ამ შემთხვევაში მე უფრო ბოდიშვიხი, როგორ უნდა დავინახოთ, თუნდაც როგორც პატრიარქი მშობელი, როგორც თქვენ მშობელი და ის ნამდვილი მშობელიც, რომელმაც ამდენი იზრუნდა ჩვენზე, ჩვენთვის დღეს არაფერი აღარ არის და ამ შემთხვევაში მათი უბრალოების და გამო, აი შეიძლება ცოტა ისეთი რომ დაიჭირონ, უფრო იყოს, ვიდრე ის აი ადამიანი რაღაცა თითქოს აი როცა დაიმონებ, მაშინ უფრო პატივს გცემს და არ უნდა რა ესო დაგიმონოს სიტყვაზე, თორე ვისი დამონება გაუჭირდება ვინმეს, ხო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავაკეთოთ ისე რომ ჩვენ მივხვდეთ იმას, რომ ჩვენ ამას კი არ ვიმსახურებთ. უბრალოდ ის არის უბრალო, ის არის საყვარელი და უბრალოდ იმან მიგიშვა ისე რომ შენ შეგიძლია პატრიარქზე ესე თავისუფლად ილაპარაკო და ასე შემდეგ, ხო? აი თუ შეიძლება აი ეს როგორ უნდა გავითავისოთ, იმიტომ რომ ჩვენ ეს ზღვარი გვაქვს დარღვეული ღმერთთანაც კავშირში და თქვენთანაც კავშირში, სასულიერო პირებთან და იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენზე ზრუნავენ და ვინც ჩვენთან არ იმაღლებენ თავს და უბრალოდ არიან ჩვენზე ქვემოთ. როგორც ბავშვები, რა ვიცი. აი თუ შეიძლება აი ეს როგორ უნდა გადაილახოს, იმიტომ რომ აი სადაც მართლა უბრალო ხარ, ყველაფერს შვებიან იმისათვის, რომ გახდეს შემდეგ ბრალიანი, რომ რაღაც ესეთი მომენტი გიხდება ხოლმე შემდეგ ბოდიშს, რომ ესე გაგძელდა, აი ბოლო კითხვა იქნება და ესე დავასრულოთ, თუ შეიძლება, როგორ მოვიპოვოთ ეს პატივისცემა სხვისა. ჩვენ როცეთ პატივი. არის ასეთი ცნება, მეხუთე ცნება 10 ცნებიდან. პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იყო შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. აი ეს აქ ლაპარაკია მშობლის პატივისცემაზე, თუმცა აქ იგულისხმება რასაკვირველია სულიერი მშობელის ღმერთი სასულიერო პირებიც და საერთოდ უფროსი ადამიანი. ესე იგი, აი რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა პატივიცეთ მშობელს, რასაკვირველია, სულიერს, ხორციელს და შესაბამისად ჩვენ ესე იგი უნდა უფროს ადამიანებსაც უნდა განსაკუთრებით პატივიცეთ. მიზეზი ამისა ის გახლავთ, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც მოდის ამ ქვეყანაზე, იგი სწორედ მშობელში უნდა ხედავდეს, მშობელი არის ხატი ზეციური მშობლისა. და აი ზეციური მშობლის ხატს, როდესაც შენ პატივს მიაგებ, შენ სწავლობ სწორედ ღმერთის თაყვანისცემას, ღმერთის პატივისცემას, იმიტომ რომ რეალურად ფიზიკურად მშობლები ღებულობენ ჩვენს მოვლენებაში მონაწილეობას და ფაქტიურად ისინი ღვთის განგებულების მონაწილენი არიან, აღსრულებელნი არიან. ეს დიდი საიდუმლოა ამ ქვეყნად მოვლენება და აი მშობლის მიმართ უნდა იყოს განსაკუთრებული ესეთი როგორც აი წყალობის მომნიჭებელი ადამიანის მიმართ პატივისცემა და შესაბამისად აი ეს მოწიწება, მოგზალება, უფროსის პატივისცემა შემდგომ აისახება სასულიერო პირის მიმართ თაყვანისცემაში, პატივისცემაში და მერე საბოლოოდ ღმერთის თაყვანისცემაში და აი რაც შეეხება უბრალოებას, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ეს უბრალოება ნამდვილად ესე იგი უდიდესი სათნოება ფალი ამბობს ისწავლეთ ჩემგან, ამიტომ დაბალ ვარ, მშვიდ ვარ და დაბალ გულით. ეს ღმერთი იყო უბრალო და თავდაბალი და თუ ადამიანი აი ამ თავდაბლობას ესე ვთქვათ ვერ დააფასებს და ესეთი მოურიდებლად შევა ურთიერთობაში, ეს რასაკვირველია ძალიან დიდი უგუნურება ადამიანის მხრიდან და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის მისი აზროვნება არ არის ღვთიური, მისი აზროვნება არ არის სულიერი, ის მიწიერი ლოგიკით მსჯელობს და მისთვის კარგია და ძლიერია ის, ვინც თქვათ მას დაჩაგრავს.
ანუ თავისი ლოგიკიდან გამომდინარე თვითონაც ასე უყურებს ადამიანებს, რომ თუ მოერევა ადამიანს, ესე იგი იმას აი ნახეთ სახარებაში როგორი სიტყვები წერია. აი წარმართებს შორისო, ესე იგიო, ასე არისო, რომ წარმართებიო ვინც უფროსია, ის ბატონობსო თავის უმცროსზეო და ქრისტიანებში ესე არ არისო. თქვენო ვისაც გინდათო პირველყოფა იყოთ ყოველთა მსახურ და ვისაც გქონდათ გინდათ დიდყოფა იყავით ყოველთა მონავ. აი ეს არის ქრისტიანობა და აი ადამიანი რომელიც ამას ვერ დააფასებს, აი ამ უბრალოებას, აი ამ სიყვარულს, ღმერთის აი ესეთ დამოკიდებულებას, რასაკვირველია ის შესაბამისად და იქნება მოწყვეტილი აი ამ წყაროს, სიკეთის წყაროს. ეხლა აქედან მოდის ყველაფერი უმადურება, ხო? ხო, თუ როგორ არის და მოწყენილობა და ყველაფერი საბაბი ეს არის, ხო, ძირითადად, ხო? რასაკვირველია, ეს არის თავი ჩვენი, ესე იგი, მიზეზი ადამიანთა დეპრესიის და ესეთი უიმედობის. უღრმესი მადლობა, მე უკვე სამწუხაროდ ეს დრო გაგვექცა თუ დაგლოცავთ კიდევ ერთხელ, ძალიან დიდ მადლობას, მარტო ეს 2 საათი იქნება საკმარისი იმისათვის ადამიანი რომ გადახედოს, რომ მთელი ცხოვრება იყოფა და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, რომ მობზანდებით ხოლმე ესე გვახარებთ ხოლმე და ხშირად თუ გვეწევით, აუცილებლად ძალიან გაგვახარებ და დაგლოცეთ თუ შეიძლება. ვერთმა დაგლოცოთ, გვიახლოვდება ესეთი არაჩვეულებრივი დღესასწაული იოანე ღვთისმეტყველის ამ დღეს ჩამობძანდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონისთიდან და პატრიარქი მახათასთვაზე 12 საათზე შეასრულებს პარაკლისს და ვისაც სურვილი აქვს შეუძლია მოვიდეს და ეს 9 რიცხვში სამშაბათს 12 საათზე. ეხლა უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მე უკვე მობრძანებისათვის. ჩემი სტუმარი გახლავთ მიტროპოლიტი დანიელი. მე გემშვიდობებით აუცილებლად იქ და კვირას დაგემოვნებთ საღამოს 10:30-ისათვის. მე გახლით გიორგი დარასელია და შეგიძლიათ ესეთი გვერდი არის Facebook-ზე მოიწონოთ ფონდი ერთობა და აქ დევს ეს გადაცემები ყველა ვინც ვერ ნახეთ კიდევ ჩანაწერი იქიდება აუცილებლად. კარგად ზანდებოდეთ დროებით და ავიც ძალიან გახარებული ვარ მე უკვე რომ ესეთი ლამაზი რჩევა დარიგებანი მოგვეცით და ვისაც ყური გვაქვს აუცილებლად ვისმენთ და ვიცი რომ საქართველოს გადარჩება, იმიტომ რომ ხარ არიან თქვენაირი სასულიერო პირები და არიან ის ადამიანები, ვინც თქვენს გარშემო ტრიალებენ და არის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი და მადლობას მოგახსენებთ ამისათვის. აი მართლა გულწრფელად ძალიან მიხარია რომ არსებობთ რა. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ამ ყველაფრისათვის და მადლობა ღმერთს რომ ესეთი ხალხი ხართ, იმიტომ რომ ჩემში იმედს ახავთ ხელახალს და კარგად ზანდებოდეთ დროებით, გემშვიდობებით და ბედნიერებას გისურვებთ.